მშვიდობისა დღეს 25 აპრილია პარასკევი დღე 8 საათი და 32 წუთი და ეთერშია გადაცემა დილის ალყამი. სტუდიაში 2 საათის განმავლობაში მე დემი ზოიძე და ანა შამილაძე ვიმუშავებთ თქვენთვის. დილა მშვიდობისა მივესალმები მეც ჩვენს მაყურებლებს წინ საინტერესო დილის ტალღა გელოდებათ ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და არსად არ გადართოთ მომდევნო 2 საათის განმავლობაში ნახოთ ახლა თუ რას დახავთ ჩვენი მაყურებლები ანონსის საშუალებით და მალე დაგიბრუნდებით. ნახოთ. ნათლი მამა, ქალის სურნელი, ეშმაკის ადვოკატი და უამრავი სხვა კინოშედევრი. ალ პაჩინოს სახელი ჰოლივუდის განუყოფელ ნაწილად იქცა და მთელ მსოფლიოში მის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ის 1940 წლის 25 აპრილს დაიბადა. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. ფიტნესის ახალმა ტრენდმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული, შესაძლებელი გახადა ერთდროულად ფორმაში ჩადგომაც და გარემოზე ზრუნვაც. რა არის პლოგინგი? ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ. კარდაშიანები დისნეისთან თანამშრომლობას აძლიერებენ და ახალ პროექტს აანონსებენ, ხოლო კანიე ვესტი ახალ სიმღერაში ინცესტურ ურთიერთობას აღიარებს. ვრცლად რუბრიკაში ვებსიახლეები. დღევანდელი კულინარიული ექსპერიმენტის ფარგლებში ქეთა თხილაიშვილი კვერცხის სალათის რეცეპტს გაგვიზიარებს. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ ამინდის უტყუარ პროგნოზს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. სპორტულ რუბრიკაში ჯიჯის სტუმარი კიკბოქსერი ლაშა ჯიმშელაძე იქნება. რუბრიკაში ძველებური ამბები პედაგოგ კლიმენტი მეგენეიშვილს გაგაცნობთ სამტრედიის რაიონიდან, რომელიც 1970 წლიდან დღემდე ხაზვას ასწავლის და არაერთი მოწაფეც ახუზრდია. არ გამოგრჩეთ დილის რადიო რადიოტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რა იწვევს ფარულ სტრესს და შესაბამისად რას იწვევს ფარული სტრესი, როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე სტუდიაში ფსიქოლოგთან ერთად გავიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი თიკა ჯამბურია დაბრუნდა. ახალი ჰიტი, ახალი ენერგია და ყველასთვის კარგად ნაცნობი ხმა. რა სიახლეებია მომღერლის ცხოვრებაში და დაბრუნდება თუ არა ის დიდ სცენაზე? რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში გავიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. ასეთი საინტერესო გადაცემა ელოდება ჩვენს მაყურებლებს, მაგრამ მანამ აუცილებელია რომ გავიგოთ როგორი ამინდი გვაქვს დღესდღეობით საქართველოში და ძალიან მაინტერესებს მე დღეს წვიმიანი ამინდი გვექნება თუ არა ბათუმში ვნახოთ ამინდის პროგნოზი. დღეს ბათუმში 22 გრადუსის სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა და სამწუხაროდ კვლავ წვიმიან დღეს აჩვენებს გრაფიკა. ქობულეთში 22 გრადუსი, ქედაში 20, შუახევში 18, ხულოში 16 და გოდერძის უღელტეხილზე 10 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ოზურგეთში 19, ურეგშიც 19 გრადუსი სითბო, ლანჩხუთშიც 19, ჩოხატაურში 17, ხოლო ბახმაროში +9 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა. ფოთში 19 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, ანაკლიაში 21, სოხუმში 23 და ზუგდიდში 18 გრადუსი სითბო. კოპიტნარი 23, ქუთაისში 24 და საირმეში 17 გრადუსი სითბო იქნება დღის მაქსიმალური ტემპერატურა, მესტია 12 გრადუსი, ბორჯომში 20 გრადუსია ნავარაუდები, ბაკურიანში 15, აბასთუმანში 19 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა. ახალციხე 21, გორი 19, ცხინვალში 18 გრადუსი სითბო და თელავშიც 18 გრადუსი სითბო იქნება დღეს მაქსიმალური ტემპერატურა. და დედაქალაქში 21 გრადუსი სითბოა ნავარაუდები და როგორც გრაფიკაზე ვხედავთ, დღე ნალექით ჩაივლის. მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა როგორი იქნება ამინდი უფრო დეტალურად და ზუსტად, რა თქმა უნდა, კობა ფარტენაძე ოდნავ მოგვიანებით გვეტყვის და კადრში კი ვხედავდით ჩვენი ქალაქის წვიმიან ხედს. კი, იმედია კობას ჩართვა როგორც კი შემოვა ესე თქვა ჩვენს ეთერში იქნება მზე და სამომავლოდ აღარ გაწვიმდება, რადგან ეს 2 კვირა უკვე ისეთი წვიმებია. ნისლიც ხო აღარ გვიდა მოგვეზრდა წვიმა. კი უხდება ბათუმს, მაგრამ აღარ გვიდა მოკლედ. გავიგოთ მაშინ ოფიციალური ვალუტის კურსი იქნებ კურსმა მაინც დაგვამშვიდოს და წვიმიანი ამინდი გაგვიქარწყოს ასე. ნახოთ.
25 აპრილის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. დაიკლო დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 74 თეთრია. 25 აპრილს 1 ევროს 3 ლარად და 13 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 65 თეთრი ეღირება. ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. დღევანდელი მონაცემებით დაიკლო ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 253,611 ლარს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით 1 ეთერიუმს 4859 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1653 ლარი ეღირება. ასეთია ვალუტის კურსი. დღეს 25 აპრილია, ჩვენ ეს უკვე აღნიშნეთ გადაცემის დაწყებისას, თუმცა ასე თქვა საინტერესო მოვლენები უკავშირდება დღევანდელ თარიღს და ამ ყველაფერზე დემეტრე ისაუბრებს რამდენიმე წამში რუბრიკაში ამ დღეს. სოფლიოში აღიარებული როგორც სიმღერების პირველი ლედი. ელა ფიცჯერალდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ვოკალისტია, რომელიც 1917 წლის 25 აპრილს დაიბადა. ელა ბავშვობიდან ძალიან მუსიკალური იყო, მაგრამ ძალიან რთული და მძიმე ცხოვრების გავლა მოუწია წარმატებამდე. იგი ძალიან პატარა იყო, როცა მამა მიატოვა და მარტო დარჩა დედასთან ერთად. შემდეგ დედა მეორედ გათხოვდა და ერთად ძალიან პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამ სიღარიბისა იმ დროს, როგორც ყველას, ფირფიტების საკრავი ჰქონდა სახლში და სწორედ პატარა ელა, როდესაც სახლში მიდიოდა, თავისთვის იდგა და მღეროდა. შემდეგ მძიმე მომენტი დაუდგა ელას ცხოვრებაში, რადგან დედა გარდაიცვალა და მამობილთან უთანხმოების გამო გადავიდა საცხოვრებლად დეიდასთან. მუშაობა დაიწყო მეთვალყურედ საროსკიპოში. ერთ დღესაც მას უთხრეს, რომ ტარდებოდა კონკურსი ჰარლემში აპოლოს კინოთეატრში, თუმცა როგორც მომღერალი, ისე არ ურჩიეს გასვლა. ის არაჩვეულებრივად ცეკვავდა და როგორც მოცეკვავი, ისე უნდა წარსდგენილიყო მაყურებლის წინაშე. ის მართლაც წავიდა ამ კონკურსზე, თავდაპირველად ჩაფიქრებული ჰქონდა სცენაზე საცეკვაო დასვლა, თუმცა ედვარდ ზის დების შესრულებით შემგთალმა სიმღერა გადაწყვიტა. როდესაც კომპოზიცია დაასრულა, იყო პაუზა და 2 წუთის შემდეგ იყო აპლოდისმენტები, რომელიც არასდროს აღარ დასრულდა. იმ ღამით კონკურსზე მან გამარჯვება მოიპოვა. ყველა ვოკალისტი და მუსიკოსი ამბობდა, რომ ელას შემდეგ ვერ გამოვიდოდნენ კონცერტზე, რადგან ყველას დიდება მიაქვს. როგორ შეიძლება ელას შემდეგ გაბედო და იმღერო. მაღალი რეზონანსული ხმით, ფართო დიაპაზონითა და სრულყოფილი დიქციით დაჯილდოებული სვინგის ოსტატური გრძნობა და თავისი ბრწყინვალე სიმღერის ტექნიკით გამოირჩეოდა. ელას სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად სვინგის შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით ბლუზ, ბოსანოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. ელას 50 წლიანი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს 13 გრემის ჯილდო. გაყიდული აქვს 40 მილიონზე მეტი ალბომი და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ხელოვნების ეროვნული მედალი და თავისუფლების პრეზიდენტის მედალი. როგორც უაღრესად მნიშვნელოვანმა კულტურულმა მოღვაწემ, გავლენა მოახდინა ჯაზისა და პოპულარული მუსიკის განვითარებაზე. ვაგრძელებ მომდევნო ამბავით. ნათლია, ქალის სურნელი, ოუშენის 13 მეგობარი და სხვა უამრავი კინოშედევრი. ალ პაჩინოს სახელი ჰოლივუდის განუყოფელ ნაწილად იქცა და მთელს მსოფლიოში მის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ყავს. ის 1940 წლის 25 აპრილს დაიბადა. ალ პაჩინოს დედა როზი დიასახლისი იყო. მამა ალფრედი კი სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი. როდესაც ალ პაჩინო 2 წლის იყო, მშობლები ერთმანეთს გაეღარნენ. ალ პაჩინო ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მას ქუჩაში თანატოლებთან სათამაშოდ მარტოდ არ უშვებდნენ. მისი ერთადერთი გართობა გახლდათ დედასთან ერთად კინოთეატრში წასვლა. ყოველი სეანსის შემდეგ ბიჭი ნანახი ფილმის შინაარს ბებიას უყვებოდა და საუბრის ბოლოს მუდამ ამატებდა, რომ ერთ დღესაც თავად დიდი მსახიობი გახდებოდა. თეატრის სიყვარული მას გაუღრმავდა, როდესაც 14 წლის იყო, მას შემდეგ რაც სკოლის ექსპერიმენტულ სცენაზე ანტონ ჩეხოვის თოლიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა. 17 წლის ასაკში ალ პაჩინომ თავისი ნებით დაანება სკოლაში სწავლას თავი და სხვადასხვა დროს პოსტალიონად, კურიერად, გაზეთის გამყიდველად, ავეჯის გადამზიდავად და კონტროლიორად მუშაობდა. 1961 წლის 7 იანვარს 21 წლის ასაკში ალ პაჩინო საპატრულო პოლიციამ დააკავა. პოლიციელებისთვის საეჭვო გამოდგა ის ფაქტი, რომ ალ პაჩინოს ნიღაბი და შავი ხელთათმანები ეკეთა, ხოლო ავტომობილი საეჭვოდ დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. ამის გარდა საბარგულში რევოლვერი აღმოაჩნდა. ალ პაჩინომ 3 დღე გაატარა პოლიციის განყოფილებაში, წინასწარი დაკავების საკანში და მხოლოდ მესამე დღეს გაირკვა, რომ
გადაღებული ნივთები კინორეკვიზიტი იყო და ის ერთი გადასაღები მოედნიდან მეორეზე მიჰქონდა. 1971 წელს ფილმში პანიკა ნილდ პარკში ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრენსის ფორდ კოპალას ყურადღება მიიქცია. მისი ცნობადობა გაიზარდა 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა ფილმ ნათლიაში. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმმა სერპიკომ, სადაც მთავარი როლი მას ერგო წილად. მოგვიანებით 1974 წელს ალ პაჩინო დაუბრუნდა მაიკლ კორლეონეს როლს ნათლია 2-ში. 1974-75 წლებში მან ითამაშა ფილმებში ძაღლური შუათხი და ბობი დირფილდი და სწორედ ამ ფილმებიდან მიიღო ოქროს გლობუსი. მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში ზღვით მგზავრობა და ავტორი საკამათო იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. ალ პაჩინოს თავის კარიერაში მოპოვებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარი, ბაფთა, ემი და ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ფილმში ნათლია. და ამ დღის ბოლო მნიშვნელოვანი ამბავი. საოცარი სითბოსა და სიყვარულის უნარით გამორჩეული პინგვინები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრინველები არიან მსოფლიოში. პინგვინების საერთაშორისო დღე კი 25 აპრილს აღინიშნება. ფრინველთა ეს სახეობა საოცარი სითბოს და სიყვარულის უნარით გამოირჩევა. მეცნიერების კვლევების თანახმად პინგვინი პლანეტის უხუცესი ბინადარია, რადგან დინოზავრსაც კი ჯაბნის ხანდასმულობით. მართალია, ზოოლოგები დიდხანს დაობდნენ თუ ფაუნის რომელ ჯგუფს ფრინველთა თუ ცხოველთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა პინგვინები, თუმცა რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ დნმ-ის ანალიზით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ხანგრძლივ კამათს. საოცარი არსება კი საბოლოოდ გადაბარგდა ფრინველთა კატეგორიაში. პინგვინების საქციელი ადამიანისთვის ხშირად ამოუცნობია და ბევრ კითხვაზე პასუხი დღემდე არ გვაქვს. ხშირად პინგვინებს პოლიგამიაში და სასიყვარულო სამკუთხედის შეკვრაში ადანაშაულებენ. მდედრი პინგვინები ზოგჯერ კვერცხს ორ მამრს უტოვებენ და ისინი მათ მორიგეობით უვლიან. შესაბამისად, პატარა პინგვინი, როცა სამყაროს დათვალიერებას იწყებს, პირველს უფრო ხშირად მამას ხედავს. მამები ცდილობენ სითბოში ყავდეთ ისინი და დაიცვან ყველა მოსალოდნელი საფრთხისგან. დაცვა კვერცხსაც სჭირდება, რადგან მათი მონადირების მსურველები არა მხოლოდ ფრინველები არიან, არამედ როგორც ამბობენ, პინგვინები კვერცხებს ერთმანეთსაც პარავენ. ასევე ხშირი ყოფილა შემთხვევა, როცა დაწყვილების პერიოდში პინგვინები ერთი და იგივე პარტნიორს ირჩევენ. ახალს კი მხოლოდ მას შემდეგ უწყებენ ძებნას, თუ მათი ინტერესის ობიექტი ცოცხალი აღარ არის. ასევე არსებობს მითი იმის შესახებ, რომ პინგვინებს შორის ღია ფლირტის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი კენჭის ჩუქებაა. მგონი ყველაზე საყვარელი არსება ამ პლანეტაზე პინგვინი. სახელიც როგორია? პინგვინი. გავაგრძელოთ გადაცემა. ბოლო დროს მსოფლიო ფიტნესი ახალმა ტრენდმა აიტაცა, რომელიც შვედმა მოყვარულმა სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მოიფიქრა. დღესდღეობით პლოგინი, ხო? თუ არ ვწდები და პლოგინის სხვადასხვა აქტივობებს ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები მართავენ. უფრო ვრცლად ნიკოლოზ გილაძე გვიამბობს ამ ყველაფრის შესახებ სიუჟეტში. თანამედროვე სამყაროში გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად სახელდება. გაეროს ინფორმაციით ყოველწლიურად 19-23 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენები მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება, რაც ეკოსისტემაზე შეუქცევად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ფიტნესის ახალმა ტრენდმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული, შესაძლებელი გახადა ერთდროულად ფორმაში ჩადგომაც და გარემოზე ზრუნვაც. პლოგინგის მოძრაობა წარმოშობით შვედმა მოყვარულმა მოთხილამურემ ერიკ ახსტრომმა 2016 წელს დაიწყო, რომელიც ჩრდილოეთ შვედეთში 20 წლიანი ცხოვრების შემდეგ სტოკჰოლმში საცხოვრებლად გადავიდა. ის იმდენად იმედგაცრუებული იყო ნაგვის რაოდენობით, რომელსაც სამუშაოდ მიმავალ გზაზე ხედავდა, რომ მისი შეგროვება დაიწყო. ნაგვის აკრეფა ახსტრომისთვის ჩვევად გადაიქცა. შემდეგ კი მისი ვარჯიშის თანხმლები პროცესი. 2016 წლისთვის მას სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ და სირბილი და ბუნების დასუფთავება შვედეთში პოპულარული გახდა. პლოგინგი არ გულისხმობს ნარჩენების შეგროვებას მხოლოდ სირბილის დროს. ადამიანებს შეუძლიათ იგივე აქტივობა ქუჩაში სეირნობისას, ველოსიპედის წარებისას, თაში ლაშქრობისას და ნებისმიერ სხვა ადგილას გაიმეორონ. პლოგინგის მოძრაობა საქართველოშიც ნელ-ნელა ცნობილი და აქტუალური ხდება. პლოგინგის ასოციაცია 2018 წლიდანაა დაფუძნებული და ღონისძიებებს პერიოდულად მართავს, რომელშიც ძირითადად სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები არიან ჩართულნი. მსოფლიოს მოსახლეობის ზრდასთან ერთად პლასტმასის რაოდენობა გარემოსა და ოკეანეებში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
პლასტმასა ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და შეუძლია ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის პლასტმასის რაოდენობა ოკეანეებში თევზის რაოდენობას გადააჭარბებს. თევზებს, ფრინველებსა და ცხოველებს პლასტმასის მცირე ზომის ნარჩენები ნამდვილი საკვები ჰგონიათ. მათი კუჭი პლასტმასის ნარჩენებს ვერ ინელებს. ამის შემდეგ ყოველწლიურად 100,000 წყალქვეშა ბინადარი და 1 მილიონი ზღვის ცხოველი იღუპება. პლასტმასის ნარჩენები ყველგან შეიძლება ნახოთ, არქტიკიდან ანტარქტიდამდეც. სხვადასხვა ქვეყანაში ნარჩენების შეგროვების, მათი დახარისხების და გადამუშავების განსხვავებული მეთოდები და მიდგომები არსებობს. იმისათვის, რომ ამ პრობლემის გადაჭრა გლობალურად გახდეს შესაძლებელი, საჭიროა ინოვაციური, რეალურ კონტექსტზე მორგებული და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიის იმპლემენტაცია, რომელიც ყველა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება. საინტერესო იყო უდაოდ და ამასობაში დრო არის შევიხედოთ სოციალურ ინტერნეტ სივრცეში და ვნახოთ თუ რომელი თემებია ყველაზე აქტუალური სოციალებში ვებსიახლეები დილის დალღაში. გავსკროლოთ. ფრანგი რეპერის გიმსის მიერ შესრულებული განდაგანა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ქუჩაში გაჟღერებული ფრანგული განდაგანის ძალიან ბევრი ვიდეო გავრცელდა ბოლო დროს, რომელიც ძირითადად ევროპის სხვადასხვა ქუჩებში ცეკვის თანხლებით ჟღერს ხოლმე. რამდენიმე დღის წინ გერმანიაში გადაღებული ვიდეო გავრცელდა სოციალებში, რომელმაც უამრავი ნახვა დააგროვა სიმღერაზე. ორი ფერადგანიანი ახალგაზრდა ასრულებს განდაგანას და უეცრად პროფესიონალურად შესრულებული ქართული ცეკვით სავარაუდოდ ქართველი ყმაწვილი შემოდის საცეკვაოდ მოედანზე და აგრძელებს ცეკვას. ნახოთ ეს ვიდეო ცლად. და ვაგრძელებთ, კარდაშიანები დისნეისთან თანამშრომლობას აძლიერებენ და ახალ პროექტს აანონსებენ. დისნეის რეალიტი ჟანრის ხელმძღვანელმა რობ მილსმა სამშაბათს განაცხადა, რომ ოჯახი ახალ სერიალზე მუშაობს სახელწოდებით Calabasas Behind the Gates. მან ეს სახელი Hulu-ს ღონისძიებაზე Get Real House-ზე გააჟღერა. ღონისძიებას ქლოა კარდაშიანი და სკოტ დისოკიც ესწრებოდნენ. ახალ რეალიტი შოუს კალიფორნიაში კალაბასასის გალავნიანი უბნის კულისებში გადაიღებენ. სერიალს იგივე კომპანია გადაიღებს, რომელიც The Kardashians უწევდა პროდიუსერობას. ახალი პროდუქტი პირველად მაშინ დააანონსდა, როცა The Kardashians მე-6 სეზონი Hulu-ზე დასრულდა. ცნობისათვის მაშინ კიმ კარდაშიანმა ისიც მიანიშნა, რომ მას ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, The Kardashians მე-7 სეზონი დაბრუნდება Hulu შოუს 2 სეზონიანი გაგრძელება 2024 წლის ივლისში დააანონსა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. Kanye West ახალ სიმღერაში ინცესტურ ურთიერთობას აღიარებს. რეპერმა Kanye West-მა ახალი სიმღერა გამოუშვა, სადაც თავის ბიძაშვილთან ინცესტურ ურთიერთობაზე ისაუბრა. Kanye-მ, რომელიც თავის თავს ახლა Yes უწოდებს, თავის მსმენელს X-ზე მიმართა და ახალი სიმღერის გაზიარებისას დაწერა, რომ სიმღერა Cousin მის ნათესავზე, რომელიც ფეხმძიმე ქალის მკვლელობის გამო ციხეში სასჯელს იხდის. რეპერის მიხედვით მას და მის მამრობითი სქესის ბიძაშვილს ბავშვობაში სექსუალური ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ. რეპერი ამაში თავის თავს ადანაშაულებს, მისი თქმით ბიძაშვილს თავად შესთავაზა ბინძური ჟურნალების დათვალიერება, მაშინ როცა მხოლოდ 6 წლის იყო. შესაძლოა საკუთარ თავზე ორიენტირებულმა ვიფიქრე, რომ ჩემი ბრალია, რაც მოხდა, რადგან მე ვაჩვენე მას ეს ბინძური ჟურნალები, როდესაც ის 6 წლის იყო და შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ, რაც ვნახეთ.
მამაჩემი Playboy-ს ჟურნალები ჰქონდა, მამაჩემს Playboy-ს ჟურნალები ჰქონდა, მაგრამ ის ჟურნალები, რომლებიც დედაჩემის კარადაში ვიპოვე, განსხვავებული იყო. წერს რეპერი და აქვეყნებს მუსიკალურ კლიპს, რომელიც ნაცისტური სიმბოლიკითა და სიშიშვლითაა დატვირთული. West-ის პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მისი მსმენელის ნაწილი რეპერის ტრამვულ ბავშვობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ამ მძიმე გამოცდილების გაზიარებას West-ის მხრიდან მამაცი ნაბიჯია. მამაცი ნაბიჯია, მოკლედ ნაწილი ამ ადამიანის გულშემატკივრებისა კი ფიქრობს, რომ მას სერიოზული ბავშვობის ტრამვები აქვს. და გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მეცნიერებმა 5 ადამიანს სრულიად ახალი ფერის აღქმის უნარი შესძინეს. შეუერაღებული თვალით ადამიანს ფერების მხოლოდ გარკვეული დიაპაზონის აღქმა შეუძლია. ამის მიუხედავად მეცნიერებმა 5 ადამიანს მხედველობის ორგანოების ფოტორეცეპტორების სტიმულირების გზით ახალი ფერის დანახვის შესაძლებლობა მისცეს. მას აღწერენ როგორც ძლიერ სატურირებულ მომწვანო მოლურჯოს, რომელსაც ოლო უწოდეს. ამ ფერს სწორედ ინტენსიურობა გამოარჩევს, თუმცა მაინც მომწვანო მოლურჯო ტონალობაშია. ამის გამო შესაძლოა სადავო იყოს რამდენადაა ოლო ახალი ფერი, ასე თუ ისე კვლევაში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ მათ განსხვავებული ვიზუალური გამოცდილება მისცა, როცა ნეიტრალური ნაცრისფრის ფონზე აკვდებოდნენ. სუბიექტებმა აღმოაჩინეს, რომ ოლოს დასატურაცია, ინტენსივობის შემცირება და თეთრი სინათლის დამატება იყო საჭირო უახლოეს მონოქრომატულ სინათლესთან მის ამსგავსებლად, რომელიც ფერთა გამის მიჯნაზეა. ესა აშკარა დასტური, რომ ოლო გამის მიღმაა, აცხადებს სპეციალისტი. ოლოს ფერის შესატყვისად მოიხსენიებდნენ შაბიამნის ფერს, მწვანეს, ლურჯ მომწვანოსა და მწვანეს მცირე ლურჯით. სუბიექტები მის სატურაციას აფასებდნენ როგორც 4-დან 4-ს, როცა შესაბამისი ახლო მონოქრომატული ფერების საშუალო მაჩვენებელი 2.9 ამბობენ ისინი. ფერს მაშინ აღვიქვამთ, როცა ჩვენი თვალის ბადურას რეცეპტორები ელექტრომაგნიტური რადიაციის ზოგიერთი ტალღის ზეგავლენით სტიმულირდება. ეს რეცეპტორები სამი სახის ტალღებზე რეაგირებს, მოკლედ საშუალოსა და გრძელზე. სამივე ტიპის უჯრედების სპექტრული გრძნობიელობის მხრივ ერთმანეთს ემთხვევა, რის გამოც ნებისმიერი სინათლის უმცირე ორი ტიპის ფოტორეცეპტორს ერთდროულად ააქტიურებს. ეს აღქმადი ფერების დიაპაზონია და სატურაციას ზღუდავს. აი ესეთი ახალი ფერის აღმოჩენის საშუალებაც გახდა ჩვენს პლანეტაზე დღეს. ასეთი იყო დღევანდელი ვებსიახლეები. ახლა კი დრო არის შევიხედოთ სამზარეულოში და ვნახოთ თუ რას მოგვიმზადებს ჩვენი ნორჩი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი. გამარჯობა, როგორ ხართ? მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს უნდა მოგმიზადოთ უგემრიელესი ტოსტები მოხარშული კვერცხის სალათით. ეს არის მაიონეზი და არაჟანი ერთმანეთში შერეული, ასევე დაგჭირდება მდოგვი, ნიორის ფხვნილი, პაპრიკა, ხახვი, მწვანე ხახვი, ლიმონი, ტოსტის პურები და მოხარშული კვერცხი, რა თქმა უნდა. აქვე მაქვს ბალზამიკო, სოიოს соуსი და მარილი. მოდით რო აღარ გავწელოთ და დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში გამოვანოსოთ კვერცხი. გავჭართ შუაში და შუაგული გადავანაცვლოთ ცალკე ჯამში. ანუ უბრალოდ ვაცალკევთ ცილას და გულს ერთმანეთისგან. თქო უნდა კვერცხი კარგად უნდა იყოს მოხარშული და არა თოხლო. აი ესე. ახლა ამ ცილებს პატარა კუბიკებს დავჭრით, როგორც შეგვიძლია ესე და შემდეგ უკვე გაშვენებთ რა ეტაპი მოდის. შევეცადოთ, რომ კარგად დავაკუცმაცოთ. აი ესე. აი, ჩვეულებრივად პატარა ზომებად დავაკუცმაცეთ კვერცხი. სულ ეს არის. ახლა ავიღოთ და გადავიტანოთ ცალკე ჯამში. ასევე ვაკუცმაცებ ნახევარ ხავხს. ესე. ესეც გადავიტანოთ.
ახლა გადმოვიტანოთ კვერცხის გული და დავიწყოთ შეგმაზვა. პირველ რიგში დავამატოთ არაჟანი და მაიონეზი, დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. ახლა დავამატოთ 1 ჩაის კოვზი დოგვი, 1 ჩაის კოვზი ნიორის ფხვნილი, პაპრიკა, სოიას соуსი, ესეც დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, ბალზამიკო соуსი, იგივე რაოდენობით. ასევე დავამატოთ ცოტა მარილი და წიწაკების მიქსი. ეს ყველაფერი ხა კარგად უნდა ჩავჭყიდოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ოდნავ ავურევთ, გავჭრათ ლიმონი და ცოტა ლიმონის ვაინს დავუმატოთ. ეს დავაგრძელოთ ახლა მორევა კარგად. ესეც ასე. ახლა ის გადავიტანოთ და ავიღოთ კოვზი. კიდევ ერთხელ კოვზს კარგად მოვურიოთ. აი ესე. გადმოვიტანოთ ეს ჯამი ჩვენსკენ და დავასხათ соуსი. ამ ყველაფერს ახლა კარგად ავურიოთ. ბარემ ახლა მწვანე ხახვით დავჭრათ. და ეს ხახვიც ახლა გადავიტანოთ ჯამში. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ კარგად მოვურიოთ. ჩვენი სალათი მზადარი, შევუდგეთ ახლა ტოსტის პურზე გადატანას. აი ესეთი უნდა იყოს გახუხული ტოსტი. ავიღოთ ახლა კოვზით ცოტა. პურზე თანაბრად გადავანაწილოთ. აი. მე მოვათავსოთ თაფაზე და მეორე ნაჭერი ზევიდან მოვათავსოთ. ეხლა ამას შუაში გავჭრი. აი ნახეთ რა ლამაზია. ეს ჩვენი უგემრიელესი კვერცხის სალათის ტოსტი. ეხლა გავსინჯავთ თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს მეც. ძალიან ხრაშუნაა და მართლა მთელი გულით გიხშებთ რომ მოვამზადოთ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი და კარგი წასახემსებელია, ძალიან მარტივად მზადდება და არის უგემრიელესი, რაც მთავარია. მომდევნო რუბრიკამდე გემშვიდობით, კეთილი სურვილებით, ნახვამდის. მადლობა ქეთას, ჩვენს გადაცემაში კი საინფორმაციო დრო დგება. უნდა გავიგოთ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილომშვიდობის. დილომშვიდობისა. თემე მოგესალმები, ანა მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დიახ, თბილისის დროით 9 საათია და ახალი ამბების დრო.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა და აქამდე ნებადართული აღმოსავლური ქვეყნების მოქალაქეების შემოცვლის წესი ნაწილობრივ გამკაცრდა. თუ აქამდე ნებადართული 17 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის კვეთის დღეს ექნება გალფის ქვეყნებს ერთ წელზე ნაკლები ვადის მქონე ვიზა ან და ცხოვრების უფლება ქვეყანაში აღარ შემოუშვებენ. ცვლილება ეხება არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის ან ომანის სასულთნოს ვიზას. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ გავრცელდება ეს შეზღუდვები, თუ მათ ექნება დადგენილებაში ჩამოთვლილი 40-ზე მეტი სხვა ვიზა ან და ცხოვრების უფლება. ამ შემთხვევაში ვადა არ იქნება გადამწყვეტი. საქართველოში დარჩენა წელიწადში ორჯერ 90 კალენდარული დღით შეეძლებათ. შინაგან საქმეთა მინისტრის ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლიდან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს, აღინიშნება ინფორმაციაში. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მშავრდებულ მიხეილ კალანდიას განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნოდა განშინება გამოაქვეყნა. განაცხადი ეხება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების სავარაუდო უსამართლობას, რომელიც დამძიმებული მკვლელობისთვის საშიშელს იხდის. სისხლის სამართლის საქმე თბილისში სკოლაში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რასაც მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლომ მშავრდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ პირველი გადაწყვეტილება სრულად დატოვა ძალაში. ამასთან მომჩივან საპარლამენტო განხილვებთან ჰქონდა შენიშვნა, საიდანაც პასუხად მიიღეს, რომ მათ კონფიდენციალურობის ვალდებულება მედიასთან დაარღვიეს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფებიან. ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა შედგა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. მისივე განმარტებით საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც, თუმცა განიხილეს სამომავლო პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც განხილული იყო დაფინანსების პერსპექტივები საქართველოში, რაც მინისტრის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციების მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ, ისინი აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას მოითხოვენ. დღეს 18 საათზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლების აქცია დაიგეგმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო შეთანხმების ახალი ვარიანტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგიდაზეა. ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა. ზელენსკის კითხეს უკრაინის წითელი ხაზების შესახებ, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე აზრს მოკლებულია. თუმცა ზელენსკიმ მაინც დასცინა, ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას, არ შეიძლება იყოს არც ერთ შეთანხმებაში. ამ განცხადებით ზელენსკიმ ფაქტობრივად გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ კიევი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ყირიმი უკრაინას ბრძოლის გარეშე წაართვეს. მისი თქმით, შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. კითხვაზე თუ რა დათმობების შესთავაზად რუსეთმა მშვიდობის მიღწევის მიზნით, ტრამპმა უპასუხა, ომის შეჩერება. მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს და ვფიქრობ, ნატოში ყველა სურს, რომ ეს მოხდეს, აღნიშნა ტრამპმა. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარსტორესთან ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.
ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას მინიმუმ 44 ადამიანია მსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით ისრაელმა საავიაციო დარტყმა განახორციელა ქალაქ ჯაბალიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ადგილობრივი ექიმების ცნობით პოლიციის განყოფილებას, რომელიც ბაზრობასთან მდებარეობდა, ისრაელის 2 რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც 10-ობით ადამიანი დაიჭრა, 8 ადამიანი დაიღუპა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მომდევნო გამოშვებით პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავუბრუნდებით, დაგველოდეთ დროებით. მადლობა, სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა და თქვენ უყურებთ. გადაცემა დილის ტალღას სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამელაძე ვმუშაობთ. ახლა კი ვნახოთ გადაცემის მეორე ნაწილის ანონსი და მალე დავუბრუნდებით. გადაცემის მეორე ნაწილში დაელოდეთ ამინდის უტყუარ პროგნოზს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძისგან. სპორტულ რუბრიკაში ჯიჯის სტუმარი კიკბოქსერი ლაშა ჯიმშელაძე იქნება. რუბრიკაში ძველებური ამბები პედაგოგ კლიმენტი მეგენეიშვილს გაგაცნობთ სამტრედიის რაიონიდან, რომელიც 1970 წლიდან დღემდე ხაზვას ასწავლის და არაერთი მოწაფეც ახუზრდია. არ გამოგრჩეთ დილის რადიო რადიოტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. რა იწვევს ფარულ სტრესს და შესაბამისად რას იწვევს ფარული სტრესი, როგორ მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე სტუდიაში ფსიქოლოგთან ერთად გავიგებთ. გადაცემის მესამე ნაწილში დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი თიკა ჯამბურია დაბრუნდა. ახალი ჰიტი, ახალი ენერგია და ყველასთვის კარგად ნაცნობი ხმა. რა სიახლეებია მომღერლის ცხოვრებაში და დაბრუნდება თუ არა ის დიდ სცენაზე. რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში გავიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით და როგორც ვახსენეთ უკვე არაერთხელ, დრო არის გავიგოთ ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტად, თუ როგორი ამინდი შენარჩუნდება დღის განმავლობაში და თქვენებით საინტერესოა როგორი გვექნება. კობა უკვე პირდაპირ ხაზზე ყავს, დილამშვიდობისა კობა. დილამშვიდობის. მოგესალმებით. მივესალმები ტელემაყურებელს, მოკლედ მონატრებული მზიანი დილა ისევ არ დაგვიდგა საქართველოში. დღესაც მოსალოდნელია ისევ ნალექი, მაგრამ დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს უკვე 12 საათის შემდეგ წვიმა. მართალია მზე კაშკაშა და დიდებული ამინდი დღეს არ გვექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღის საათებში უკვე წვიმა გადაიღებს და ღამით ისევ გაწვიმდება, ჯერჯერობით არც გამოიდარებს. ჩვენს ქვეყანაში უქმე დღეები იქნება ასევე ნალექიანი, მაგრამ ნალექი მოსალოდნელია ძირითადად დილის, საღამოს და ღამის საათებში. შუადღე ხვალაც და ზეგაც იქნება უმეტესად უნალექო და მზის სხივებით შეიძლება დავინახოთ, თუმცა მაინც ძირითადად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდები გვაქვს. სამწუხაროდ წვიმა ძალიან სასიამოვნოა, რომელიც რამოდენიმე დღეს გრძელდება და არა მთელი კვირის და უფრო მეტი ხნის განმავლობაში. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ასეა. შავი ზღვის სამხრეთ დასავლეთიდან ინტენსიურად ვრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომელიც ასეთ ნაცრისფერ დღეებს იწვევს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ბათუმში შუადღით გამოიდარებს, ანუ გულისხმობ იმას, რომ წვიმა შეწყდება, ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა ღამით ისევ გაწვიმდება და ნალექიანი ამინდი იქნება. ჩვენი ჰიგიენის მენეჯერი მოკლედ დილიდან ძალიან კარგ ხასიათზეალი. როგორ ხარ ძვირფასო? შეგიძლია მოგესალმო? მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებელო. პირველ რიგში შენ ძვირფასო კობაჩო. გაიხარე, ძალიან ღრუბლიანი ამინდია, მაგრამ ძალიან ლამაზი ამინდია ჩემთვის. ძალიან კარგი, პოზიტივი ნამდვილად გჭირდება, უკვე იმდენი ხანი გრძელდება წვიმა. ბედნიერ დღეს გისურვებ. მადლობა, მადლობა. რაც შეეხება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, ჩვენი ჰიგიენის მენეჯერის ყოველდღიური мотиваცია არის ძალიან სასიამოვნო და დადებითი ენერგიით სავსე, ასე რომ მადლობა მას იმისთვის, რომ ჩემი სამსახური ყოველთვის არის წრიალა და მშვენიერი მისი და თავისი მეგობრების წყალობით. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელი დღის პროგნოზს, ტემპერატურებს გადავხედოთ, +22 გრადუსი იქნება ბათუმში და
შუადღით წვიმა შეწყდება, თუმცა ჯერჯერობით იწვიმებს შუადღემდე და ღამითაც გაგრძელდება წვიმა 22 გრადუსია. ქობულეთშიც მოსალოდნელი და მოსალოდნელი ასევე დროდადრო წვიმა, ოღონდ არა შუადღით. ქედა შუახევი ხულო იწვიმებს 28-16 გრადუსი იქნება. გოდერძის უღელტეხილზე +10 გრადუსი, ოზურგეთში +19, ურეკში +19, ლანჩხუთში 19 გრადუსი, ჩოხატაურში 17 და ბახმაროში ასევე წვიმა მოსალოდნელი და 9 გრადუსი. ფოთი ანეკლია სოხუმის ზუგდიდი დღეს იწვიმებს, ტემპერატურას ხედავთ ეკრანზე, რომ არც ისე მაღალია დასავლეთის დაბლობისთვის. კოპიტნარი ქუთაისი 23-24 გრადუსი და ასევე წვიმიანი ამინდი იქნება. სეირმე 17, მესტია 12 და ბორჯომში +20 გრადუსია მოსალოდნელი. ბაკურიანში მოსალოდნელია 15 გრადუსი, აბასთუმანში 19, ახალციხეში 21, გორი 19, ცხინვალი 18 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა. დედაქალაქში 21 გრადუსი იქნება, ასევე ხანმოკლე წვიმა და თელავში ოღონდ დღის ბოლოს გაწვიმდება და +18 გრადუსი იქნება. რაც შეეხება უახლოეს დღეებს, ყველას გვაინტერესებს და ვინც ამ წამს შემოგვიერთდით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შაბათ-კვირა საქართველოში იქნება ისევ არასტაბილური გრილი, დღის საათებში არ იწვიმებს, მაგრამ წვიმიანი ამინდი იქნება ღამისა და საღამოს საათებში. ორშაბათსაც სავარაუდოდ ხანმოკლე წვიმის ფონზე შევხვდებით. როგორი იმედი გქონდა იმისა, რომ დაგვიტყვა ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატა, ეს იყო თვის დასაწყისში და მარტის ბოლოს, თუმცა სუბტროპიკულ კლიმატს ჩვევია ესეთი აცივებები სტატისტიკურად ნორმიდან გადახრა დიდად არ გვაქვს არანაირი ისეთი საპრობლემო და ბათუმისთვის არადამახასიათებელი ამინდი არ გვაქვს სახეზე, უბრალოდ გადაება ეს დღეები, თუმცა ასევე ჩვენი კლიმატისვე გათვალისწინებით ასეთ ამინდებს ყოველთვის დიდი ხნით შემდეგ აუცილებლად მოყვება ანაზღაურება მზიანი ამინდის ფონზე. ყველაფერი მიზეზშედეგობრივია, კარგი ამინდიც გვექნება თქვენ ცხოვრებაშიც ზეგამოანათებს და გისურვებთ რა თქმა უნდა კარგ და მშვიდობიან უქმეებს თქვენც და ჩემს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას უფრო სწორად. ობა, დიდი მადლობა. ჩვენ ბედნიერ უქმეებს გისურვებთ გემშვიდობებით მომდევნო პრინციპში ორშაბათამდე და ვაგრძელებთ გადაცემას. სპორტის დრო მოვიდა ამასობაში დილის ტალღაში და ჩვენი კოლეგა გიგა ჯიჯევაძე უკვე შემოგვიერთდება მონიტორის სივრციდან სტუმართან ერთად. შერეულ ორთაბრძოლებზე უნდა ისაუბროს, ასე ვიცი მე ყოველ შემთხვევაში. ჯიჯი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ჯიჯი. დილამშვიდობისა, ანა, დემე, მოგესალმებით. კი, შერეულ ორთაბრძოლებზე უნდა ვისაუბროთ და ერთი ახალგაზრდა ძალიან კარგი სპორტსმენი უნდა გაგაცნოთ. მოკლედ, დილის ტალღაში სპორტის დროა. გისმენთ. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დღევანდელი სრული რუბრიკა დაეთმობა შერეულ ორთაბრძოლებზე საუბარს და ახალგაზრდა ჩვენი რეგიონის წარმომადგენელი სპორტსმენი უნდა წარგიდგინოთ, გაგაცნოთ ლაშა ჯიმშერაძე, რომელიც ემზადება კინგბოქსინგის ჩემპიონატისთვის, საქართველოს ჩემპიონატზე უნდა მიიღოს მონაწილეობა, პლუს ამას აგრძელებს ვარჯიშს, ყოველდღიურ ვარჯიშს იმისთვის, რომ მისი მიზანი, რომელიც არის, რომელზეც რა თქმა უნდა რამდენიმე წამში ვისაუბრებთ, აუსრულდეს. მოკლედ ლაშა, დილამშვიდობისა, მადლობა რომ დილიდან ჩვენთან ერთად ხარ. მოკლედ რამოდენიმე თვე დარჩა საქართველოს ჩემპიონატამდე კინგბოქსინგში. შენ ემზადები იმისთვის, რომ ეს უნარები კინგბოქსინგის გაიმჯობესო, იმისთვის, რომ შემდეგ სამომავლო ჯამში, სამომავლოდ გამოგადგეს იმისთვის, რომ მიაღწიო იმ მიზანს, რასაც რისკენაც ხარ მომართული, რასაც ქვია UFC და ეს ორთაბრძოლები. მოკლედ დავიწყოთ თავიდან, სანამ გადავალთ უშუალოდ ჩემპიონატამდე. როდიდან დაიწყე ვარჯიში? რა იყო შენი მთავარი мотиваცია? იმიტომ რომ ძალიან ძნელია ამ სპორტის სახეობაში ფეხის მოკიდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სურველია და პლუს ამას საკმაოდ დიდია კონკურენცია. პირველ რიგში დილამშვიდობის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება უკვე თქვენს კითხვას, დავიწყე დაახლოებით 19 წლის ასაკში, მე ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ მოდოვება როდესაც არის, მე ვფიქრობ რომ არ არის დაგვიანებული. როცა რაღაცა გინდა, ხო, რა გვიან. რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილი იყო ჩემი ინსპირაცია, ასე ვთქვათ, რომ
უყურებდი მიჩხვევს რომ არაფრინა ყველაფერი შექმნა. მერაბი მე მგონი უფრო გვიან დაიწყო. კი. ხო, უფრო გვიან ასაკში. და უკვე რო დავინახე აი მერაბ დვალიშვილი როგორ განვითარდა UFC-ში, აი მეც მინდოდა რომ რაღაც მიმებაძა და ეგ იყო ჩემი ინსპირაცია, ასე ვთქვათ, მერაბ დვალიშვილი მამამცა მოტივაცია და შემდეგ უკვე გადავწყვიტე რაღაც საფეხურები ჩემი განვითარების კუთხით. მე ვიცი რომ შეიარაღებულ ძალებში იყავი, ანუ ჯარისკაცი იყავი და იქ უკვე გადაწყვეტილი ქონდა რომ გადაწყვიტე რომ ყოფილიყავი მებრძოლი, მაგრამ ეს დეტალები ძალიან საინტერესოა. კი, მე ვიყავი კონტრაქტზე, სხვადასხვა 3 წელი, სადაც მსახურობდი სენაკში. ძალიან გამიძნელდა სპორტის კუთხით. ნუ ვარჯიში ფიზიკური კი იყო, მაგრამ ნუ ეხლა ამ სპორტს განსხვავებული ვარჯიშები ჭირდება კლუბთან ერთად და ვჩხუბავდი პერიოდულად, თუმცა განვითარებას ვერ ვხედავდი ჩემ თავში და რატომღაც ვამჯობინე და მიფიქრე სწორი ნაბიჯი გადავდგი, რომ წამოსულიყავი და რაც მე მსიამოვნებდა, გამეკეთებინა. თუმცა რო წამოვედი, იგი მას ანიშნავს, რომ ისე ჯარისკაცი არ ვარ, მე ნებისმიერ დროს საქართველოს სამსახურში. კი ბატონო, საკმაოდ შრომატევადი სპორტის სახეობა, რამდენი დრო ჭირდება იმისთვის, რომ მოიმზადო, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვიცი, რომ ყოველდღიური ვარჯიშები გაქვს, აი რა დროს უთმობ ამ სპორტის სახეობას. იცი რა არის, აი ჩემ შემთხვევაში ცოტა რთულად არის ეგ რა, აი გეტყვი როგორ, მაგალითად წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ვარჯიშობს დაახლოებით 8-9 წელი და მე კიდე დავიწყე ეხლა რა და წარმოვიდგინე 3 წელი, სულ რაღაც 3 წელი. ხო, და აი წარმოვიდგინე რომ მასზე რამდენჯერ მეტი უნდა ვივარჯიშო, რომ მის დონეს გავასწრო, რომ საუკეთესო ვიყო ჩემს წონაში რა, სიტყვაზე რა. ეს ცოტა ძალიან ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ძალიან ბევრი სამუშაო ამ ყველაფერზე რა. მაგრამ ვფიქრობ, მე მჯერა ჩემი შრომის და ჩემი მადლობის რა პირველი. მოგესალმებით, რაცა გაქვს მიზანი და რაცა გინდა რაღაცას მიაღწია, აუცილებლად ხო არ აქვს აქვს მნიშვნელობა. შენ ახსენე რომ ვიღაცეებზე მეტი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შედეგი დადო. ამ სპორტის სახეობასაც ქვია შერეული ორთაბრძოლები, ჭირდება ბევრი სხვა კომპონენტი, ერთ-ერთი არის კიკბოქსი, რომელიც დგომში გასწავლის რაღაცებს არის ჭიდაობა თუ გაქვს ეს ჭიდაობის სკოლა თუ გაგავლი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ პატარა ასაკში მქონდა ეს ჭიდაობის სკოლა. კი, ბერძენ რომაუსტიაში დავდიოდი პატარაობაში, თუმცა არ მიმიღწევი არაფერს, უბრალოდ სამოყვარულო დონეზე დავდიოდი და მაგრამ ბაზა გაქვს. ბაზა მაქვს. ბაზა არის. მაქვს, თუმცა MMA-ში აი ჭიდაობას არ ვიყენებდი რა. სულ აი რაღაც ჩემი ის არის პრიორიტეტი უფრო დგომი რა. ანუ პარტერი არ არის შენი. ხო, და აი მაგიტო წავედი ზუსტად თბილისში, რომ აი შემესწავლა, რასაც ქვია. აი დგომი, რომ მე მინდა სანახაობები ვიჩხუბი რა, არ მინდა ჭიდაობა მხოლოდ რა. ხო, ხტები, არსენალი მინდა რომ დიდი მქონდეს, მაგრამ პრიორიტეტი არის ჩემი. აი, რა არის შენთვის აი იდეალური ფორმა, რას უნდა აკმაყოფილებდი? აი, რა არის შენი მთავარი სკილები, გასაუმჯობესებელი, რომ თქვა, რომ აი ხა მზად ვარ იმისთვის, რომ რინგზე გავიდე და დავამარცხო ყველა. როგორც ჩემი ცველი იყო და ასე ვთქვათ, ნიშნულოვანია თუ მაგალითად მე რასაც უნდა ვიჩხუბო, კონდეს ძალიან კარგი დაცვა ჭიდაობის, თუ გადაგიყვანა ჭიდაობაში, ამოხვიდე ჭიდაობიდან და გააგრძელო შენ თამაში ითამაშო რა, ამ დგომში უნდა იჩხუბო. შენ წაიყვანო ორთაბრძოლა. ხო, შენ უნდა წაიყვანო ორთაბრძოლა, თუ მისი მიხედვით წავა ორთაბრძოლა, მაშინ გაგიჭირდება ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. მწვნელი ახსენე და შეიძლება ვთქვათ ვისთან ემზადები, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომზადების პროცესს ყოველთვის, რა თქმა უნდა, ვინც მიგითითებს, მე ვიცი რომ საკმაოდ პროფესიონალურ კლუბში ხარ, ჯიკი ქვია შენს კლუბს, რომ მოგვიყვე, სად ვარჯიშობ, ვისთან ვარჯიშობ. ვარჯიშობ გოჩა ჯავახიას შექმნილ კლუბში, რომელიც 1990 წელს შეიქმნა და ეგ არის ფედერაციის პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კიკბოქსში. ჩემი ინდივიდუალური ცველი არის დავით ჯავახია, მისი შვილი, რომელიც სოფლიო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული, ევროპაც სამჯერ სოფლიო თასი და ძალიან გამოცდილია, ასე ვთქვათ. და მასთან ვცნობ თავს ძალიან იდეალურად რა. როდესაც ვარ ყველაფერს მარიგები, ყველაფერს მუშაობთ ერთად და ვფიქრობთ, რომ საქართველოს ჩემპიონატს აუცილებლად კარგ შედეგს ავიღებ. მაგეთ კარგ ხელში ხარ მოხვედრილი, შეგვიძლია. კი, მაგიტო წავედი, სპეციალურად წავედი თბილისში მაგათთვის რა, რომ
მენახა ეგეთი ადგილი და გარდა იმისა, წვნელი რა თქმა უნდა საჭიროა ამ ყველაფერს საკმაოდ ძვირადღირებული სპორტის სახეობა შეგვიძლია თქვენ, იმიტომ რომ მომზადების პროცესი არ არის რაღაცა მარტივი. აი სახელმწიფო გეხმარება, კერძო პირები არიან შენი გვერდში მდგომები, ამ მიმართულებით რა ხდება? ჯერჯერობით სახელმწიფო არა, თუმცა ფიქრობ თუ მივახცე რაღაცა საოცრად რაღაც დონეზე კოჩი დავიდგებიან. შედეგის შემდეგ სახელმწიფო ინტერესდება ხოლმე. კი, მაგრამ აქ გამოგვარჩევ ერთ ფაქტს, რომ როდესაც ანუ ჭყალებში არაფერს არ წარმოადგენენ, როდესაც არაფერ რაღაც დონე არ გაქვს, ან დიდი და ვიღაცა გვერდში გიდგას, ეს არის ძალიან დასაფასებელი და მინდა თქვენი ერთ-ერთ ვისარგებლო და თქვა ადამიანი, რომელიც გვერდში მიდგას ფინანსურად. ანუ ყავს კი, იმზარი რემაძე, რომელიც ძალიან დიდი მადლობელი ვარ მან კაცის რა. მადლობა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს რა თქმა უნდა თუ რამეს მივახციე რა, აი მას წვილი ძალიან დიდი მიუწვეს ყველაფერში. ძალიან მაგარი. მოდით დავიწყოთ საუბარი კიკბოქსის ჩემპიონატზე, რომელიც რამოდენიმე თვეში გაიმართება. როგორ ემზადები რა ყოველდღიურობაში რა ხდება ამ მიმართულებით? ესე იგი, რაც შეეხება პირველ რიგში უნდა გქონდეს ძალიან დიდი დისციპლინა, როდესაც რაღაცისთვის ემზადები და მე ეს ყველაფერი რაც თბილისში გადავედი ძალიან გამომიმუშავე. კვება ვარჯიში, ორჯერადი ვარჯიში, სადაც შედის ძალიან სერიოზული მომზადება, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოლოგიურიც. და უნარებისგან სავითარებლად ორჯერადი ვარჯიში კარგია რა, დილას საღამოს. რაც შეეხება კვება მაქვს მაქსიმალურად ნატურალური კვება, ასევე ვიღებ ვიტამინებს, რომელიც ძალიან მეხმარება, გარკვეული ვარ მაგ კვების რაციონში და თამბებში და მიმართებდება რა, მე თვითონ ჩემი განვითარებისთვის ვცდილობ ბევრი ვიცოდე ჩემ სპორტში, ჩემ ფიზიკის შესახებ, რომ უფრო განვითარდე მარტივად რა, მარტო ვარჯიში და გრუშაზე ხელის თქმა ვერ განვითარდები რა. მეუნებიან საერთოდან რას ჩამს ესეთ კარგ ფორმაში როაო? ესე იგი, მე მაქვს როგორ ვთქვა ესე ნაკენს ვამზადებ ხოლმე სახში რა, მაგალითად ჯანჯაფილი. ჯანჯაფილი. ჩაიწერეთ. ანა, ჩაიწერეთ. ჯანჯაფილი, ლიმონი და ნიორე რა. მაგათი ჩაი, აი ეს რემიქსი, არის იცი როგორ რაღაცა ცხიმს წვავს, ენერგიას გაძლევს, სულ წონას იკლევდე და ჩათვალე რომ უზვავი ენერგია გაქვს და რაღაც ქიმიებს რო იღებდეს სიტყვაზე დანამატის სახით. მე მაგას არასდროს არ და პლუს ამას არ უნდა ვარჯიშდოს, არ უნდა იზარმაცო. ხო, რა თქმა უნდა. ეს ყველაზე თავარია. მაქსიმალურად ნატურალურს რა, მე მაღაზიაში არასდროს არ ვყიდულობ, კონკრეტული პიროვნება დაურეკავ, მაგალითად შეჭირდება ის და პიროვნება. გასაგებია. მიზანი რა არის? ანუ მაინც არის UFC, ხო, ალბათ ყველა შერეული ორთაბრძოლის მონაწილე მომზადების პროცესში, ალბათ ყველა ფიქრობს მაინც იქ მაღალ მწვერვალზე, რომელიც არის UFC და ყავს ამის ნათელი მაგალითები საქართველოსთან, მე მგონი, ერთად პატარა ქვეყანაა, სადაც ორი UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი ყავს. იცი რა არის, მე ცოტა ძალიან რეალისტი ვარ და როგორ რაღაცას ვფიქრობ, იცი, არ მიყვარს რაღაც ილუზიების წარმოსახვა რა. თუმცა მაქვს მიზანი, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო რა. ეს არის ჩემი პრიორიტეტი რა. თუ ჩემს მაქსიმუმს ვაჩვენე, ვიცი რომ კმაყოფილი ვიქნები ამ ყველაფერს რა. და UFC არის ეს უკვე უმაღლესი დონე და ნახოთ რა დრო გვიჩვენებს და ჩემი იმედია ეს მოდოება ბოლომდე გავყვება. აქ პირობა უნდა ვიყო შენგან, როდესაც გახდები UFC-ის მებრძოლი, აუცილებლად ჩემ გადაცემაში უნდა გქონდეს პირველი. ეს ექსკლუზიური ვიდეოები თქვენი იქნება. კი ბატონო და ბოლო კითხვას დავსვამდო დაგემშვიდობები. ეხლა უახლოესი ჩხუბი როდის გაქვს, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს მე პირადად მინდა გნახო, იმიტომ რომ ძალიან ბევრს საუბრობენ შენზე, შენს ნიჭზე, წარუმატების რაღაცა ფორმულაზე და მინდა რომ დავესწროთ, როდის და სად შეიძლება უნდა გნახო. ესე იგი, ჩემი ჩხუბები ძირითადად ტარდება აღმოსავლეთში, ახლა მე თვითონ ვარ აღმოსავლეთში. ჩამავალთ, არ არის პრობლემა. ხო და ისე ვარიანტია რომ მე კიკბოქსის ჩემპიონატისთვის როდესაც ვემზადები, პარალელურად, აი, სულ კვირაში ერთჯერ იყო სამოყვარულო ორთაბრძოლები კიკბოქსში, ბოქსში, გავდივარ რა, იმიტომ რომ ავიმაღლო, ანუ განვითარდე, ხო, აი, ხო ხდებით და ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი რა. მთავარია, ბევრი ორთაბრძოლა ჩავატარო ჩემპიონატამდე, რომ უფრო მომზადებული გავიდე რა. კი ბატონო, წარმატებები მოკლედ შენ. მადლობა დილიდან ჩემთან ერთად რო იყავით. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი ლაშა ჯიმშერაძე, მებრძოლი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, ძალიან დიდ შედეგს დადებს და შესაბამისად აუცილებლად ძალიან ბევრს ვისაუბრებთ მისი წარმატების შესახებ ჩვენი გადაცემის და არა მარტო ჩვენი გადაცემის საშუალებით. მადლობა ლაშა კიდევ ერთხელ მიყავი ჩვენი სტუმარი და ლაშა ჯიმშერაძე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი. ესეთი იყო სპორტული ამბები. მე ორშაბათს 10:15 წუთამდე გემშვიდობებით. ეხლა კი დემეს და ანასმა დაუბრუნდე ისევ და გადაცემის გცქერა თქვენთან ერთად, ანუ მაყურებელთან ერთად გავაგზავნე. დემე ანა
თემეს ასე თუ გამოვაფხიზლებ და გვათხოვე შენ სტუმარი. მე არ ჭირდება ნამდვილად გამოვხიზლებ. ეს რაღაცა მოდუნებულია. რა სჭირს არ ვიცი, ალბათ მაინც პარასკევის ბრალია. რატო გადამიწყვიტეთ, ან შეყარებული. პირდაპირ ეთერში ხარ, არ დაგავიწყდეთ. ჯიჯი, მადლობა. გემშვიდობებით ორ შაბათამდე ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და მომდევნო რუბრიკის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში, რომელიც მე მგონი ყველაზე რეიტინგული რუბრიკაა დილის ტალღაში. სოციალურ ქსელებში ყოველ შემთხვევაში ნახვები ამაზე მეტყველებს. კი, ნამდვილად ძველებურ ამბებს გულისხმობ, ხო? რა თქმა უნდა. კი, კლიმენტი მეგენეიშვილი სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში დაიბადა. ღრმად ერუდირებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე 90 წლის პედაგოგს არაერთი მოწაფე აღუზრდია. ბატონი კლიმენტის მიზანი კი სწორედ მოსწავლეების წარმატება. უფრო ახლოდან გავიცნოთ მელანო ბალაძის რუბრიკაში ძველებური ამბები. სახში ვიყავი ზურაბით. სახელი ზურაბი მერქვა. სულ არ ვიცოდი თუ კლიმენტი მერქვა ოფიციალურად. 11 კლასი დავამთავრე ზურაბით და დაბადების მოთხოვენ მე 8 ატესტატი გამოეწერათ. მივიტარე და შენი უნდა მოიტანო სხვისი რა თქმა უნდა, აია ჩემი მეთქი, აბა ვერ მიიღებ ატესტატს მომიტანე. მაგრამ მე მოვცენ ატესტატი. დავიბადე 1925 წლის 18 აპრილს სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში. ომის პერიოდი გავატარე სოფელში. მამა ჩემი ომში იყო და დაიღუპა. ომში რო წავიდა 4 შვილი ყავდა და 4 თვეში დაიბადა ტყუპები. 6 შვილი მარტო ერთი დედის ხელში. არავინ არ ყავდა დამხმარე, მაგრამ რაღაცას მაინც ვაკეთებდით, რომ ეს დათესილი ყოფილიყო ეს ეზო და ვენახ ჰქონდა დიდი ძალიან, უვლიდით ყველაფერს. სულ ფეხი დავდივარ. ფეხიც არ ვარ ჯანმრთელობა. მთელი კვირა ველოდები შაბათ და კვირას. ძალიან მიყვარდა ხაზვა და ჩემს ჯგუფელებსაც ვეხმარებოდი მათ საკურსოებზე. აქ რო დავიწყე ნახაზებზე მუშაობა, ეს იყო ჩემი ოცნება, რომ რაღაცა გამომეგონებინა მე. ხაზავდით, ვიგონებდით მანქანებს, ჩემი საამქრო რომ მქონდა, სადაც უნდა გაკეთებულიყო ეს ახალი და ხაზული მანქანა, იქ ხელით კეთებოდა ყველაფერი. 2 ტონიანი მანქანები, 5 ტონიანი მანქანები გავაკეთეთ. 2 ტონიან მანქანაზე გავაკეთეთ კუზავო. კარგად ლამაზად სკამებით გავაკეთეთ, რომ ქალაქში ევლო და ბავშვები და ისინი ეტარებინათ, ვისაც სურვილი ჰქონდა. უფასოდ იყო ეს ყველაფერი. ჩვენ მანქანა შევქმნით 5 ტონიანი მანქანა, რომელიც სოფლოში არ იყო. სოფლიო გამოფენა იყო კაიროში. იმდენი მოთხოვნა წამოვიდა ამ მანქანაზე, იმდენი მოთხოვნა, რომ რას შევძლებდით ამდენ მანქანის გაკეთებას. ეს ელექტრომექანიკური მანქანები არ აფუჭებდა ჰაერს, დენზე მუშაობდნენ და ამიტომ იყო მოთხოვნება ძალიან დიდი მასზე. წყლისა და კანალიზაციის პროექტის გაკეთება სასწრაფო არ იყო, იმიტომ რომ დრო ჰქონდათ მათ და ამიყვანა მარტო მე. ეს იყო 92-93 წლები. დავიწყე სვისპირის ქუჩიდან წვანე კონცხამდე მივედი წყლის გასაკეთებლად. ხელი მომაწირა კონტრაქტზე. და ესაა შენი ხელფასიო და როსახში მივდიოდი, ფეხს არ მაბიჯებდი მიწაზე, ისე მივდიოდი. აბა თურმე სათხარ 5000, 6000, 7000, 8000 ქონდა ზოგიერთ. კონტროლი რო ჩამოვიდა. შემეკითხა, რამდენი ხელფასი და მოთხარი, ამდენი მეთქი. კაცი გაგიჟდა ამ ხელფასზე. $400 მაქვს მეთქი რო უთხარი. წამატანა მკლავში ხელი შემავდო მანქანაში, ჩაჟდა თვითონ როლთან და წამოვედით, შევიდა უბორცა და ხელა ყვირილი დაუწყო. შენ ამას როგორ მუშაობს ეს ადამიანი და როგორ რა ხელფას აძლევო. ენა ვერა მეიღო პირიდან.
ხაზვა არის ძალიან რთული საგანი. ძალიან დაკვირვება უნდა ამ მუშაობას. შეცდომის დაშვება არ შეიძლება აქ. იყო ასეთი დიპლომით, გიორგი ნიკოლაძის დიპლომი, რომელსაც ღებულობდა ბავშვი საქართველოში ერთი ბავშვი მხოლოდ და 3 წელი ჩვენ მას ღებულობდით აქ. ყველა სახეს ხო არ დაიმახსოვრებ. რა ხნის ადამიანი ბულვარში შემხვდა მოხუცი კაცი იყო კაცო. ხო და გადამეხვია, გადამკოცნა. როგორ ახარო და მე მასწავლიდიო მითხრა. ცოტა წელი კი არ არის 55 წელი. არასდროს მე ბავშვისთვის რამე არ მიმიკლია. რაც მე შრომა გავატარე, ეს იყო ქარხანაში შრომა თუ ინსტიტუტებში მუშაობა და აქაც რომ ვაკეთებ ამ საქმეს, ხო? ესე იგი სული დარგულით ვაკეთებ ამ საქმეს. დიდი სიამაყე და დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ეს ვებერთელა ამერიკას ბავშვი და წყინვალედ გავიარეთ გამოსწავ რომ მეუბნეო ბავშვი. ესაა ჩემი ვებერთელა მიღწევა. თითქოს მე გავედი გამოსტაზე და ჩავაბარე იქა გამოსტა. მადლობა მილონოს, ჩვენ კი უნდა გავაგზავნოთ გადაცემა და რადიო ტალღები უნდა შემოვიყვანოთ დილის ტალღის ეთერში. პირდაპირ ეთერში ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვიერთდება. რატო? FM 106. ხულო FM 104.1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილამშვიდობისა რადიო მსმენელს კიდევ ერთხელ მივესალმებით და დღეს პირველად უკვე ტელემაყურებელსაც მოგესალმებით წარმატებული დღე ყველას ვისაუბრებთ წითელაზე. წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელას შემთხვევების რაოდენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ევროპაში წითელას მზარდის შემთხვევების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის. რა უნდა ვიცოდეთ წითელას შესახებ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ თემაზე ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ნინო გუგუშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი. მოგესალმებით ქალბატონო. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან აქტუალური თემაა წითელა და წითელას თუ დაუბრუნდებოდით 21 საუკუნეში. პრაქტიკულად ხო ალბათ არც თქვენ თაობას და ბევრს მსმენელს არც კი ახსოვს ამ დაავადების შესახებ იმდენად არ იყო გავრცელებული იმის წყალობით რომ ვაქცინაცია იყო ძალიან წარმატებული, ეფექტური და შედეგიც მივიღეთ ის რომ ბავშვთა დაავადებები ვაქცინაციით მართვადია დაავადებები პრაქტიკულად დაიკარგა. თუმცა, აი როგორც ახსენეთ, უკვე საკმაოდ ისეთი ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო სიტუაცია არის. შემთხვევათა რაოდენობა 28,000-ზე ბევრად მეტი არის გასული წლის მონაცემებით ევროპის რეგიონზე მაქვს მხოლოდ საუბარი. წელს მხოლოდ ერთი თვის მონაცემით 3,000-ზე მეტი შემთხვევა არის რეგისტრირებული წითელაზი ევროპის რეგიონში და არის გარდაცვალების შემთხვევებიც და რა თქმა უნდა ყველა მთავარი მიზეზი ამისი არის არავაქცინაცია, იმუნიზაციის დეფიციტი, დაბალი მოცვა, ვინაიდან დაავადებულთა 90%-ზე მეტი არის არავაქცინირებული, ან არასრულად ვაქცინირებული. მე მოგახსენეთ, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდგომ წითელამ ფაქტიურად როგორც დაავადება, ესეთი სტატუსი ცუდად ვამბობს და როგორც დაავადება, მეთქე ეპიდემიოლოგიურად
ადვილად გავრცელებადი პოპულაციის დამაზიანებელი აი მის სტატუსი დაკარგა თუმცა ბოლო პერიოდში იმის გამო რომ 90-იან წლებში ჩაშლილი იყო პრაქტიკულად იმუნიზაციის პროცესი აგერ კოვიდის პერიოდშიც მნიშვნელოვნად შემცირდა და 80%-ზე დაბალი არის მოცვის მაჩვენებელი ამან უკვე წარმოშვა ის ფენა პოპულაციაში რომელიც ადვილად მიმღებელია წითელას ვირუსის და დაინფიცირდება თავად და გაავრცელებს ამ ინფექციას. და არ არის სავალდებულო რომ აღვიქვათ როგორც საბავშვო ინფექცია. რა თქმა უნდა, იმიტომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში ზუსტად აი 90-იანი წლების თაობა ხდება ახლა დედა და მამა. ყველაზე მეტი პროდუქტიული რეპროდუქციული ასაკი ეს არის, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, ან ცუდად არიან ვაქცინირებული და უკვე მშობლებით შეიძლება გახდეს თავიანთი ბავშვებისათვის წყაროები და საქართველოშიც გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ მშობელმა მოუტანა ბავშვს და არა პირიქით ბავშვმა და ბავშვმა დაასნებონა ოჯახის სხვა წევრები. ასე რომ ჩვენ ამათ ბავშვთა ინფექცია ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც დაზარალებულთა მეტი წილი აი ამ სტატისტიკაში არის ხუთლამდე ასაკობრივი ჯგუფისა ბავშვები. წითელი ძალიან უცნაური დაავადება, მწვავე ინფექცია არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ ერთი იწყება ძალიან მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, ხველებით, კონjunktივიტით, სურდოთი, აი რესპირატორული ისეთი სიმპტომატიკით, რომელიც ჩვენ შეიძლება ვერ შევამჩნიოთ და დასაწყისი უკვე იყოს აი ეწყება ბავშვს რაღაც რესპირატორული ინფექცია, თუმცა აი ზუსტად ამ დროს არის წითელა გადამდები. აი ვიდრე მისი ტიპიური ხო, ვისე მისი ტიპიური კლინიკური ნიშნები გამოჩნდება, ის თავის საქმეს გავრცელების თვალსაზრისით უკვე აკეთებს და ეს 4 დღე გრძელდება, საკმაოდ დიდია. და უკვე გამოვლენილ შემთხვევაში მისი სიმპტომები უკვე გამონაყარი როცა განვითარდება კიდევ 4 დღე, სულ მთლიანად 8 დღე უცნაური დაავადება, საკმაოდ დიდი ხანგრძლივი პერიოდი აქვს ინფექცია იმისათვის რომ გაავრცელოს ეს ინფექცია და ამას ამ 8 დღიდან 4 დღე ნახევარი არის რომ ვერ ხვდები რომ რასთან გაქვს საქმე. რასთან მაქვს საქმე ვერ ხვდები. ანუ თავის საქმეს ის უკვე გავრცელების თვალსაზრისით აკეთებს. თან მიმღებლობა ძალიან მაღალია და გავრცელებადობა ამ ინფექციის. აი რას ნიშნავს ეს? ჩვენ ძალიან ჩვენი საზოგადოება თქვენაც ყველანი ძალიან გავთვითცნობიერდით კოვიდის დროს, ვამბობდით აი ეს არის საკმარისი ასე ვრცელდება ხო? ეს არის აეროვანი, ესე რომ ვთქვათ, აეროზოლური ინფექცია, რაც ნიშნავს ეს. ეს არ ვრცელდება ერთი ხელის გაწვდენაზე. ეს მისი ნაწილაკები, რომელსაც დაავადებული ადამიანი ავრცელებს ხველების, დაცემინების, საუბრის, სიმღერის, ანუ ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მომენტების შედეგად შეწონილ მდგომარეობაში ჩება ჰაერში და ადვილად გადაეცემა, რა თქმა უნდა, ისეთ პიროვნებას, რომელიცაც არ აქვს გადატანილი დაავადება, ან არ არის იმუნიზირებული, არ არის აცრილი. თუმცა უნდა გითხოთ ეს ამბავიც, მე ვიცი კონკრეტული შემთხვევები, როცა ბავშვობაში იყო აცრილი ადამიანი ჩვეულებრივად და შემდეგ დაემართა ეს, მაგრამ ხანგრძლივობასაც აქვს მნიშვნელობა ვაქცინაციის, ხო? ანუ დიდ ასაკში. იცით რა, ვაქცინაციის კურსი არის 2 სრული კურსი. ვაქცინაციის ეფექტურობა ну 100%-იანი თუ არა 99 98 90 რაღაც ისეთი პატარა რჩება მაგრამ რომ ვაქცინაციის შემთხვევაში თუ ადამიანი ინფიცირდება შანსია რომ იოლად გადაიტანს ანუ ეგ ვარიანტია იქამდე მიდიოდო მაგრამ თუ ერთი დოზა შესაბამისი იმუნური დაცვა შეიძლება არ მოგწევს ერთი დოზით ვაქცინაციის შემდეგ ამიტომაც არის ზუსტად განსაზღვრული ის რომ ვაქცინაციის სრული დოზა ვაქცინაციის სრული კურსი წითელას მიმართ ნიშნავს რომ 2 დოზა უნდა მიიღოს ადამიანმა 1 წლის და 5 წლის ასაკში. 1 წლის ეს არის რუტინული კალენდარი, ჩვეულებრივი ეროვნული კალენდარი ქართული, რომელიც გვაძლევს იმის 100%-იან გარანტიას, რომ
არ გავხდები თავად, ან თუ კი მოხდა ესეთი ამბავი, ეს დაავადება გადაიტანება ძალიან მარტივ ფორმაში. არა ვაქცინირებულთა რა იყო უკაცრავად ვაქცინირებულთა წილი აი ამ დიდ ციფრში, რაც არის დღეს სტატისტიკით წარმოდგენილი, მხოლოდ 1.5%-ის ფარგლებში ძალიან მცირე არის. და ალბათონი, ბოდიში რო გაწყვეტინებთ, ალბათ აინტერესებს ადამიანებს 90-იან წლებში როგორც თქვენ თავად თქვით, არეული იყო სრულიად მთელი სისტემა და აქედან გამომდინარე შეიძლება ვინმეს არ ახსოვდეს ორი დოზა გაკეთებული აქვს თუ არა და ამ შემთხვევაში თუ შეიძლება დამატებითი დოზის გაკეთება. რა თქმა უნდა. დავიწყოთ იქიდან რომ ეს დაავადება აი ესეთი ჩაკეტილ სივრცეს არ ვიტყვი, უბრალოდ დიდი თავშეყრის ადგილებში ორგანიზებული როგორც ეს სკოლა, საბავშვო ბაღი, ორგანიზებული დიდი დაწესებულებები, საჯარისო დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულება, ხო, სადაც მეტი არის კონტაქტი, იქ ძალიან დიდი არის რისკი იმისა, რომ გაგვივრცელდეს ძალიან მოკლე პერიოდში სწრაფად და ფაქტიურად პარალიზება გამოიწვიოს მთელი სისტემის. რა თქმა უნდა, თუ კი არ ვიცით და არა გვაქვს დამადასტურებელი დოკუმენტი ამისი, ან აცრილი ვართ, ან ლაბორატორიული კვლევის შედეგით, რომ მე მაქვს დამცველობითი იმუნიტეტი წითელას მიმართ, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება არის რისკის ქვეშ, თუ კი მას ექნება კონტაქტი წითელას შემთხვევაში. და შეუძლია თუ არა აიცრას? რა თქმა უნდა, შეუძლია აიცრას ყოველგვარი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე, თუ კი არის აქ ასაკობრივ ჯგუფს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 50 წელზე ახალ 50 რა იყო 51 წელზე ახალ 78 წლამდე დაბადებული პიროვნება ასე მგონი არასწორად გამოვთორნო 78 წლის შემდგომ დაბადებული ყველა პიროვნებას შეუძლია რა თქმა უნდა მიმართოს და აიცრას წითელას საწინააღმდეგოთ და პლუს კიდე უფრო მეტი არ ვიცი სტატუსი მაგრამ მოგზაურობის დიდი სურვილი მაქვს შეიძლება უკვე ევროპაში ხედავთ როგორი გავრცელებულია და ჩვენი აი ეს სასაკობრივი ჯგუფი ყველაზე დიდი ინტენსიური მოგზაურობის სურვილით გამოირჩევა ანუ რისკები უკვე არსებობს რა თქმა უნდა უმჯობესი არის ჩავიტანოთ ვაქცინაცია და ვიქნებით რა თქმა უნდა ეს კითხვაც რომ არ დაგისვათ ახლა ანტივაქსერები ალბათ ამაზე ფიქრობენ და ჩვენ უნდა უთხრათ აუცილებლად საზოგადოებას ძალიან მოკლედ რომ მითხრათ დამოკიდებულება რომ აცრას აქვს უარყოფითი შედეგებიც არსებობს მაინც საზოგადოებაში ხშირად ამის ბრალია რომ ნაკლები აცრილი ყავს აი რამდენად აქვს ამ ვაქცინას გვერდითი მოვლენები და რამდენად რისკებთან გვაქვს საქმე წითელადან ვაქცინაზე გადავედით მაინც მაგრამ აუცილებლად საპირწონეთ უნდა დავდოთ რა დაავადებაა წითელა მისი გართულებებით და რა გართულებები აქვს ვაქცინას წითელა სერიოზული დაავადება ვაქცინაზე მე ვისაუბრე სერიოზული დაავადება სერიოზული გართულებებით ენცეფალიტების ჩათვლითაც კი რომელიც შესაძლებელია რამდენიმე წლის შემდეგაც გამოვლინდეს და ჩვენ მქონია მე ჩემს პრაქტიკაში მქონია ესეთი შემთხვევები როდესაც ბავშვი გადაუტანია წლამდე ან ნუ დაბალ ასაკში და დასრული უბრალოდ 5-10 დიახ შემდგომ მიჩინა წითელას მიერმა გართულებებმა თავი ან თვით უშუალოდ წვავე პროცესაც ახასიათებს წითელას ინფექცია ვირუსული ინფექცია ჩვეულებრივი და ვიცით ჩვენ გრიპსაც ახასიათებს გართულები როგორც ანუ ეს თავის საქმეს რო აკეთებს მას ახასიათებს თავისი გართულებები სხვა ბაქტერიული ინფექციების სახით პნევმონია ყურის ანთება ბევრი სხვა ინფექციების სახით და შეიძლება უფრო დამძიმდეს ბავშვის ან ნებისმიერი პიროვნება ვინც არის ინფექცირებული წითელათი ანუ თავისი შედეგებით წითელა თავისი ლეტალური გამოსავლითაც კი როცა აი განვითარებულ ქვეყნებში დათვლილია რომ 100 ინფიცირებულზე ერთი არის ლეტალობის მაჩვენებელი დაახლოებით არის 6-3-დან 6%-მდე ლეტალობის მაჩვენებელი ამ დაავადების ასეთ ეპიდემიური გავრცელების შემთხვევაში რა გართულებები აქვს ვაქცინას ტემპერატურული რეაქცია ადგილობრივი რეაქცია კი შეიძლება წითელას აქვს ცოტა უცნაური ესეთი ვაქცინალური რადგან ცოცხალი ესეთი პირდაპირ
ასე მარტივად რო ვთქვათ, იწვევს პროვოკაციას და შეიძლება ძალიან მსუბუქი სახით განვითარდეს წითელასათვის დამახასიათებელი ნიშნები და ეს მშობლისათვის შემაშფოთებელი გამონაყარი გაუჩნდება დაახლოებით 10 დღის ინტერვალში, ხო? აი ესეთი სერიოზული სხვა გართულება ამ ვაქცინას არ ახლავს და ამიტომ საპირწონეთ აუცილებლად უნდა დავდოთ ეს და აცრის გაკეთებასაც შეიძლება და რა მუდმივად არის ხო ეს პროგრამა და რა თქმა უნდა ეს არის სახელმწიფო პროგრამა პრიორიტეტული პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა იმისათვის რომ ვიყოთ უსაფრთხოდ ვიყოთ მშვიდად დაცული გყავდეს ჩვენი შვილები დაცული გყავდეს ორსული ქალბატონები, რომლებიც შეიძლება ნაყოფზე კიდევ უფრო ცუდი შედეგი გავლენა იქონიოს, ამიტომ ვალდებულებაც კი არის, რომ იმუნიზაცია ჩავიტაროთ თუ არ ვართ ვაქცინირებული და მივიყვანოთ ჩვენი შვილები ვაქცინაციისას. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან და საუბრობდით წითელაზე. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ნინო გუგუშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით. საინტერესო მნიშვნელოვანი თემით ვაგრძელებთ გადაცემას. თანამედროვე სამყაროში ადამიანის, ასე ვთქვათ, პერმანენტულ პრობლემად იქცა სიტყვა სტრესი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩემს ირგვლივაც ცოტა ადამიანი, ვინც რაღაც პაწაწუნა სტრესს მაინც არ განიცდის, მათ შორის ვარ მეც და შენ დემეტრე სახელზეც გეტყობა. სწორედ სტრესზე უნდა ვისაუბროთ და პრინციპში ცოტათი სხვანაირად გავშვით თემას, ფარული სტრესი, რომელიც შეიძლება ქონდეს ადამიანს, ფიქრობდეს რომ არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ ფარულ სტრესს განიცდიდეს. ამ თემაზე ვისაუბრებთ ახლა ლუკა გაფრინდაშვილთან ერთად, ფსიქოლოგი, ჩვენთან ერთად არის უკვე დილამშვიდობისა ლუკა. მადლობა სტუმრობისთვის. ყოველთვის მიხარია შენი სტუმრობა და შენი ციეს. აბა ეხლა გაგვახარე და რაიმე ახალი გითხარი, კი ხარ ცოტა ემოციურად პესიმისტი, მაგრამ მე მაინც შენი ოპტიმიზმის იმედი მაქვს და დილამშვიდობისა და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ პირველ რიგში რა არის სტრესი? კი ბატონო. და კავშირი აქვს თუ არა დეპრესიასთან? ოკეი. ну პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სტრესი ეს არის გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე ჩვენი რეაქცია, ჩვენი ორგანიზმის რეაქცია. ეს ცვლილება იმიტომ მოითხოვს ჩვენგან, ესე რომ ვთქვათ, რეაგირებას, რომ ის არღვევს ჩვენს წონასწორობას, ანუ ჰომეოსტაზს და აქედან გამომდინარე ჩვენი ბიოლოგია, ესე რომ ვთქვათ, ნერვული სისტემა არის მიდრეკილი იმისკენ, რომ ეს წონასწორობა შეინარჩუნოს, ანუ კვლავ დაიბრუნოს. შესაბამისად, სტრესი ეს არის წონასწორობის დარღვევიდან წონასწორობის ესე რომ ვთქვათ, აღდგენამდე ეს პერიოდი არის სტრესი. შესაბამისად, იმისთვის რომ ორგანიზმმა აღიდგინოს წონასწორობა, ამას სჭირდება ენერგიის მობილიზება. ენერგიის მობილიზება სჭირდება ორი, ესე ვთქვათ, ძალიან გავრცელებული ცნობილი ჰორმონის გამომუშავება, ესე ვთქვათ, მოჭარბება უпростоრად, ეს არის კორტიზოლი და ადრენალინი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს იმისთვის, რომ ენერგიის მობილიზება მოხდეს, რომ შემდეგ ეს ენერგია დაიხარჯოს იმაში, რომ აღდგენა მოხდეს წონასწორობის. პრობლემა ზუსტად იქ არის, რომ ანუ სტრესი ცალსახად არ უნდა ვთქვათ, რომ უარყოფითი მოვლენა არსებობს, ანუ ეუსტრესი, დისტრესი, მაგრამ სტრესი ხდება ორგანიზმისთვის პრობლემა მაშინ, როდესაც ის გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. ანუ ესე იგი, თუ ვერ ახერხებს ორგანიზმი წონასწორობის აღდგენას, მაშინ უკვე ეს გამომუშავებული კორტიზოლი ორგანიზმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და იწვევს სხვადასხვა სახის, ვთქვათ, პრობლემებს. ანუ სტრესი უპირობოდ გულისხმობს სხეულის დაუმორჩილებლობას? თუ შეიძლება შინაგანი დისბალანსიც გულისხმობდეს ამას? კარგი კითხვაა ეგ. დღეს მაგალითად რაც მინდა მთავარი რაღაცა რაც მესიჯი ვთქვა, არის ეგ, რომ
ანუ სტრესი თავდაპირველად, ანუ ეს არის ევოლუციურად, ანუ ცოცხალ ორგანიზმებს ჩვენ მოყვება, ხო, რომ ანუ პირველყოფილ ადამიანსაც ქონდა. და ეს მაშინ, როდესაც ესე რომ თქვა პირველყოფილ ადამიანს სტრესი ძალიან ადგებოდა, იმიტომ რომ პირველყოფილი ადამიანისთვის სტრესში ჩავარდნა იყო ძირითადად დაკავშირებული სწრაფი რეაგირების, ესე რომ თქვა, გასაცემად, გარემოში მიმდინარე ცვლილებებთან, მაგრამ დღეს არ ვცხოვრობთ ჩვენ ისეთ გარემოში, სადაც მხოლოდ სწრაფი რეაგირება არის საჭირო, მაგალითად. ანუ თუ პირველყოფილ ადამიანს ველურ ბუნებაში, ვთქვათ, რაღაცა ნადირი გამოეკიდებოდა და შესაბამისად მისი სიცოცხლის კითხვით ნიშნის ქვეშ იყო მისი სიცოცხლე, დღეს აღარ არის უკვე ეგეთი სტრესის წყაროები ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ცხოვრებაში არის მაგალითად სტრესის წყარო, ვთქვათ, პრობლემები ურთიერთობაში, მაგალითად დაშორება, ხო, პარტნიორებს შორის, მეგობრებს შორის, ვთქვათ, არასტაბილური გარემო სამსახურში, ქვეყანაში და ასე შემდეგ. ანუ ისეთი სტრესორებია ჩვენ ცხოვრებაში უკვე დღევანდელ ყოფაში, რომელიც არ საჭიროებს საერთოდ სწრაფ რეაგირებას. შესაბამისად, ანუ ჩვენს ბიოლოგიურ მდგომარეობასა და არსებულ რეალობას შორის არის ძალიან შეუსაბამობა. შესაბამისად ეს აისახება ჩვენს ორგანიზმზე, იმიტომ რომ ჩვენი ესე რომ დაპროგრამებული ვართ, რომ სწრაფი პასუხები გავცეთ, მაგრამ ეს სწრაფი პასუხები ამ კონტექსტში საერთოდ შეუთავსებელია და შესაბამისად ეს მე ასახავს პოვებს ჩვენს ორგანიზმს. ახსენე ორგანიზმი, ესევე ანამ წარდგენის დროსაც ვარო, სახეზე გაწერია, რომ შეც რაღაცა სტრესის გამოუძინებელი. კი, გამოუძინებელი, თუნდაც საინტერესო როგორ გამოუძინებლობად სტრესია. რა თქმა უნდა, როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენს თავში ფარული სტრესი? ხო, ფარული სტრესის პრინციპი ეგ არის, იმიტომაც არის ფარული, მოკლედ, რომ ის არ არის იდენტიფიცირებული. შეიძლება იდენტიფიცირებული არ იყოს რაღაც, თქვათ, გარკვეული მიზეზების გამო, თქვათ, შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანი, თქვათ, ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ფუნქციურობა, ანუ და ეს ალბათ ყველასთვის ძალიან, ესე რომ თქვათ, ცნო ესეთი ნაცნობი სიტუაცია. კლასიკა. შეიძლება იყოს იმიტომ, რომ თქვათ, გარემო თქვათ, იცის, რომ ძალიან ცუდად მიიღებს, თქვათ, იმას, რომ თქვათ, აღიაროს ამ ადამიანს, გამოხატოს, თქვათ, რომ უჭირს და შესაბამისად გარემო წნეხი აწვება და შესაბამისად ვერ გამოხატავს და აქედან გამომდინარე არის ეს, რომ თქვათ, ეს სიმპტომები არის უგულებელყოფილი, მაგრამ სტრესის პრინციპი ეგ არის და ორგანიზმის პრინციპი ეგ არის, რომ რაც უფრო, ესე იგი, თქვათ, გვერდით ჩააჩოჩებ, მით უფრო შემოვა სცენას. ამოგიტივტივდება, კი. და შემოვა ყველა ვარიანტში სხვადასხვა სიმპტომებით. ერთი შეიძლება იყოს მაგალითად სხეულებრივი სიმპტომები, თქვათ, ეს შეიძლება იყოს ესე რომ ვთქვათ, გადაწვა, ანუ გამოფიტვა, ენერგიის, ესე რომ ვთქვათ, რაც ჩვენ გვჭირს. ნაკლებობა. პარასკევირობა გია. ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, სხეულის რომელიმე ნაწილში ტკივილები ან დისკომფორტი და ეს ხო ან თავის ტკივილი, ვთქვათ, კუჭის ტკივილი, წელის ამ ადგილის ტკივილი იცის თურმე განსაკუთრებით, ცალი თვალის ეს. კი. და მოკლედ ეს არის ფიზიკური სიმპტომები. რაც შეეხება, ვთქვათ, ფსიქოლოგიურ, ფსიქოემოციურ სიმპტომებს, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, გაღიზიანება და ხშირად არის, რომ თუ ადამიანი არის დასტრესილი, მცირედი გამღიზიანებელის მისთვის საკმარისია იმისთვის, რომ გამოვიდეს, ესე ვთქვათ, წონასწორობიდან. ან ეს შეიძლება იყოს გუნებგანწყობის დაქვეითება, ანუ ყველა გაღიზიანებული არ არის, ანუ ზოგიერთი პიროვნება პირიქით, ანუ აი გუნებგანწყობილება დაქვეითებული აქვს, мотиваცია, ინტერესი, ინდიფერენტულია, ხო, აი თითქოს ანუ გასულია, ანუ აი ოღონდ ამ გასულაში იმას არ გულისხმობს, კარგი გაგებით არა, კი. ხო. და შესაბამისად რთულია რომ ამოვიცნოთ და გავიგოთ რომ ეს რატომ შეიძლება ან რითი შეიძლება რომ იყოს გამოწვეული, იმიტომ რომ ეს შეიძლება კარგა ხნის დაგროვებული რაღაცა იყოს და მაგალითად დღეს არ მომხდარა, ვთქვათ, ის რაც არის წყარო ჩემი ამ მდგომარეობის. აი გადაღლა
ვთქვათ, ბევრი სამუშაო ტვირთი, ასე ვთქვათ. რამდენად შეიძლება იყოს სტრესის მომტანი და ამ შემთხვევაში თუ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აი მაგალითად როცა ადამიანი გადაიღალე, თუმცა შინაგანად თავს ჰარმონიულად გრძნობ და ერთ დღეს სხეულზე დაგარტყა, მაგალითად შეიძლება აქტივდეს წელი, მხარი და ასე შემდეგ და უკვე აი ეს სხეულის დისბალანსის შემდეგ უკვე შინაგან დისბალანსაც გამოიწვევს, იმიტომ რომ სხეული აღარ გემორჩილება და ეს უკვე შენს ფსიქოლოგიაზეც ცუდად იმოქმედებს ალბათ. აი ეს რამდენად შეიძლება სტრესს მივაწეროთ. კი, სტრესი არის ფაქტობრივად ყველაფრის საწყისი. აქედან იწყება ნებისმიერი რამ ორგანიზმში. ანუ ოღონდ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს ცალსახად არ არის ცუდი მოვლენა. ხოლო რაც შეეხება ეხა აი ამ პირველად რო სხეულზე შეიძლება ემოციურად მე გაწონასწორებული ვიყო, ვინარჩუნებდე ვთქვათ აი ამ ბალანსს, მაგრამ პირველი სხეულზე მირტყავს, ხო? მაგასთან დაკავშირებით არის ერთი ძალიან კარგი წიგნი, ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოთერაპევტის, რომელიც სახელწოდება არის, როდესაც სხეული გეუბნება არას. ზუსტად. და ზუსტად ამაზეა ეს წიგნი, რომ ანუ სხეული რეალურად არასდროს არ იტყუება. ანუ სხეული ეს არის რაღაცა სივრცე, რომელსაც არ შეუძლია რომ გითხრას, რომ კაი, ეხა მიდი და მე ვთქვათ, მე რაღაცა დავისვენებ. ანუ ეს არის რაღაცა სიგნალებს, მესიჯებს იძლევა ყოველთვის გულწრფელს, ყოველთვის ნამდვილს და ერთადერთი რაც არის ჩვენი მოვალეობა, ეს არის რომ მოусმინოთ. მოусმინოთ, იმიტომ რომ თუ მოусმენთ და გავითვალისწინებთ შესაბამისად, ისიც მე უკვე გვემსახურება შესაბამისად, ანუ თუ ჩვენ გადავხდით, ისიც გადაგვიხდის საპასუხოდ. და თუ არ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ანუ მანამ გააგრძელებს, ანუ სხეულებრივი ტკივილი ან დისკომფორტი არის მესიჯი სხეულისგან, რომ რაღაცა შეცვალა. ანუ უკვე ასე აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძლებ. კი ბატონო, მაშინ არ მინდა რომ დრო დავკარგოთ და პირდაპირ გადავიდეთ აი პრევენციული ნორმები და თქვათ თუ დაგვიდასტურდა რომ სტრესი გვაქვს, რას ვაკეთებთ და რა შეიძლება გამოგვიყვანოს ამ სტრესული მდგომარეობიდან. მოკლედ ძალიან ბევრი გზა არსებობს, მაგრამ ესე ხო დიდი ორი კატეგორია რო ვთქვათ, მე მომწონს ძალიან რიჩარდ ლაზარუსის ერთ-ერთი ესეთი ჩარჩო, რაც მან შემოგთავაზა, ეს არის ორი გზა. პირველი ეს არის ის, რომ თუ სტრესის წყარო არის რაიმე კონკრეტული მოვლენა, ან რაღაცა საკითხი, ლაზარუსი გვეუბნება, რომ სტრესის დაძლევაში არანაირი, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ტექნიკა არ არის საჭირო, მიდი და გადაჭერი ეს საქმე. ანუ მაგალითად, ვიღაცა ვთქვათ, თანამშრომელი თუ სტრესში გაგდებს, მიდი და ესაუბრე და ან დაასრულე ურთიერთობა, ან უთხარი, რაც სათქმელია და გადაჭერი ეს სტრესი. რაც ძალიან რთულია. იმოქმედე. კი, და შესაბამისად დასრულდება შენი სტრესის განცდა. მაგრამ ლაზარუს ასევე ამბობს, რომ შეიძლება იყოს სიტუაციები, როდესაც სიტუაციურად შეიძლება ვერ გადავჭრათ სტრესი, ანუ ჩვენი მოქმედებით და ასეთ შემთხვევაში ფოკუსი სიტუაციიდან უნდა გადავიტანოთ ჩვენს ემოციებზე. ანუ უნდა ვიმუშაოთ, რომ გამოვათავისუფლოთ ჩვენი ორგანიზმიდან ეს დაგროვებული ენერგია. იმიტომ რომ სტრესი, ანუ აი ერთ-ერთი სხვა თერაპევტის მიხედვით, სტრესი ეს არის ორგანიზმში დაგროვებული ენერგია, რომელიც ბოლომდე ვერ გამოთავისუფლდა. მაგალითად, თუ რაღაცა გაბრაზებულები ვართ, გავიდეთ სადმე ღია მოედანზე და ვიყვირო. არა, აი ეგ ძალიან კარგი რაღაცაა, რომ ეგ არ გვინდა, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ეგ თუ გავაკეთეთ, ეს იქნება მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან შედეგის მომცემი, იმიტომ რომ გამოთავისუფლდება ორგანიზმი, მაგრამ ორგანიზმი ასევე დაისწავლის. სიცარიელე შეიძლება არ იყოს, ანუ დამშვიდდეთ, მაგრამ რატო არ არის ეს რეკომენდებული ესეთი ფორმით გამოხატვა, იმიტომ რომ ანუ ორგანიზმი დაისწავლის, რომ ესე იგი სტრესის გამოხატვა შესაძლებელი არის ასე. და თუ ამას დაისწავლის, მერე ისეთ სიტუაციაში შეიძლება ჩავარდეთ, სადაც ვერ ვიყვიროთ. და მერე მაშინ ავშვებით, ხო, თუ დასწავლილია ყვირილი. კი ბატონო, და ასე გამოშვება. მაშინ უნდა გამოუშვათ, არის სპეციფიკური, თქვათ, ფსიქოლოგიური ტექნიკები, ძირითადად mindfulness-ის თერაპია მიდგომი და რაც გულისხმობს თქვა ხმას უნთქვას, კუნთების პროგრესულ რელაქსაციას, დამიწების ტექნიკებს, მედიტაციას, mindfulness ფაქტობრივად მედიტაციის რაღაცა გათანამედროვებული რელიგიური პარადიგმა მოხსნილი ფორმაა. კი ბატონო.
არის უამრავი ტექნიკა და ასევე არსებობს შენ ამ ქალაქში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიმართოს ლუკა გაფრინდაშვილს. არა ნებისმიერ, არა მხოლოდ სპეციალისტს, ნებისმიერი, სოციალური მხარდაჭერა, ეს ამაში გულისხმება ახლობელი ადამიანები, ვისთანაც შეგვიძლია რომ მივიდეთ, ვისაუბროთ, დავიცალოთ, მივიღოთ აღქმული მხარდაჭერა, რო გძნობთ, რომ აი ეს ადამიანი გულშემატკივარია ჩვენი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ფაქტორი. ვიზრუნოთ თავზე და გამოვხატოთ მოკლედ ის, რაც გვაწუხებს. ძალიან დიდი მადლობა ლუკა, სამწუხაროდ ჩვენი საუბრის დრო ამოიწურა და გემშვიდობებით ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, შესრულდა ამასობაში ზუსტად 10 საათი და ჩვენს ეთერში საინფორმაციო გადაცემის დრო მოვიდა სულხან წულუკიძე პირდაპირ ეთერში ყავს. სულხან დილომშვიდობისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა ახალი ამბების დრო. აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას უმაღლესი საბჭოს და პარლამენტის წევრებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი წარუდგენს. დაგეგმილია ასევე ტყვიით მოწამვლის პრევენციისა და ზედამხედველობის სისტემის შექმნის საკითხების განხილვა. გავრცელებული დღის წესრიგის მიხედვით გასვლით სხდომაზე დეპუტატებს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გააცნობს. ნინო ნიჟარაძე წარადგენს ასევე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაციას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრისკვეთასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა და აქამდე ნებადართული აღმოსავლური ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლის წესი ნაწილობრივ გამკაცრდა. თუ აქამდე ნებადართული 17 ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საზღვრისკვეთის დღეს ექნება გალფის ქვეყნების 1 წელზე ნაკლები ვადის მქონე ვიზა, ანდა ცხოვრების უფლება ქვეყანაში აღარ შემოუშვებენ. ცვლილება ეხება არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის ან ომანის სასულთნოს ვიზას. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ გავრცელდება ეს შეზღუდვები, თუ მათ ექნება დადგენილებაში ჩამოთვლილი 40-ზე მეტი ვიზა ან და ცხოვრების უფლება. ამ შემთხვევაში ვადა არ იქნება გადამწყვეტი. საქართველოში დარჩენა წელიწადში ორჯერ 90 კალენდარული დღით შეეძლებათ. შავი ზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეალობა და პერსპექტივები აჭარის კულტურის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარს მართავს. იგი ყოველწლიურად ტარდება და მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ. ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით წელს სემინარის თემებია ეთნოლოგია, ისტორია და ფოლკლორის სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებები. მისი მიზანი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისა და მართვის მიმართულებით ინფორმაციის გაცვლა, ახალი ცოდნის განვითარება, სპეციალისტთა შორის კომუნიკაცია და სამომავლო მჭიდრო სამეცნიერო კვლევითი თუ კულტურულ საგანმანათლებლო ხასიათის ურთიერთობების ჩამოყალიბება. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მშავდებულ მიხეილ კალანდიას განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნობდა განჩინება გამოაქვეყნა. განაცხადი ეხება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების სავარაუდო უსამართლობას, რომელიც დამძიმებული მკვლელობისთვის სასჯელს იხდის. სისხლის სამართლის საქმე თბილისში სკოლაში მომხდარ ჯგუფს უკავშირდება, რასაც მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლომ მშავდებულს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ პირველი გადაწყვეტილება სრულად დატოვა ძალაში. ამასთან მომჩივანს საპარლამენტო განხილვებთან ჰქონდა შენიშვნა, საიდანაც პასუხად მიიღეს, რომ მათ კონფიდენციალურობის ვალდებულება მედიასთან დაარღვიეს. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ, ისინი აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას მოითხოვენ. დღეს 18 საათზე მზია ამაღლობელის მხარზე საჭირად მედიის წარმომადგენლების აქცია დაიგეგმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად სამშვიდობო შეთანხმების ახალი ვარიანტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მაგიდაზეა. ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა. ზელენსკის კითხეს უკრაინის წითელი ხაზების შესახებ, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე აზრს მოკლებულია. თუმცა ზელენსკიმ მაინც დასცინა, ყველაფერი რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას არ შეიძლება იყოს არც ერთ შეთანხმებაში. ამ განცხადებით ზელენსკიმ ფაქტობრივად გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ კიევი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ყირიმი უკრაინას ბრძოლის გარეშე წაართვეს. მისი თქმით, შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. კითხვაზე თუ რა დათმობების შესთავაზა რუსეთმა მშვიდობის მიღწევის მიზნით, ტრამპმა უპასუხა ომის შეჩერება. მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა. ჩვენ გვინდა რომ ეს სწრაფად მოხდეს და ვფიქრობ ნატოში ყველა სურს რომ ეს ასე მოხდეს, აღნიშნა ტრამპმა. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარსტორესთან ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს. CBS News-თან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის მიმართულებას სწორად მიიჩნევს. ასევე მისი თქმით, ტრამპის განცხადებაში ნახსენებია შეთანხმება და რუსეთიც მზად არის მის მისაღწევად. ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავაც განაგრძობს კონტაქტების შენარჩუნებას ამერიკულ მხარესთან უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ცნობით, პაპის დაკრძალვის ცერემონიას 200,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ წმინდა პეტრეს მოედანზე 2,000 პოლიციელი იქნება მობილიზებული. დაკრძალვის ცერემონია შაბათს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება. ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს პრემიერაა ზღვარზე, ასე ქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი პირველად მცირე სცენაზე იხილავს. გუგა მგელაძის პიესის ფერფლისფერი ფანტელების უდაბნოს მიხედვით თეატრალური წარმოდგენა რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ დადგა. სპექტაკლში მსახიობები დიანა ჩახუნაშვილი და ლევან თედორაძე თამაშობენ. წარმოდგენა გულწრფელი სიყვარულის შესახებაა, რომელიც ნაპრალებად იშლება. საპრემიერო ჩვენებები დღეს ხვალ და კვირას გაიმართება. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე საუკეთესო სურვილებით ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის სულხან გემშვიდობებით ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ დილის ტალღას. ვნახოთ ახლა გადაცემის დასკვნითი ნაწილის ანონსი და მალე დაგიბრუნდებით. გადაცემის მესამე ნაწილში დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი თიკა ჯამბურია დაბრუნდა. ახალი ჰიტი, ახალი ენერგია და ყველასთვის კარგად ნაცნობი ხმა. რა სიახლეებია მომღერლის ცხოვრებაში და დაბრუნდება თუ არა ის დიდ სცენაზე? რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში გავიგებთ. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს 8 საათსა და 30 წუთზე. დავბრუნდით და ვიწყებთ საუბარს თემაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ-ერთი მთავარი მტერია კაცობრიობის და ეს გახლავთ სიმსივნე. რა მიღწევებია თანამედროვე ონკოლოგიაში და რა გვარწმუნებს იმაში, რომ კიბო განაჩენი არ არის. სწორედ ამ თემაზე მოგვიმზადა თიკო მიქელაძემ სიუჟეტი. სიმსივნე ვერაგი დაავადების სახელწოდება, რომლის გაგებაც ადამიანთა უმრავლესობაში შიშსა და უიმედობას იწვევს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე მედიცინის წყალობით ეს დაავადება განაჩენი სულაც არ არის.
პირველ რიგში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, დაავადების სტადია და მისი გავრცელების რისკებია. იყოფა სიმსივნეები კეთილთვისებიანად და ავთვისებიანად, იმიტომ რომ ავთვისებიანებს გააჩნია იმის რესურსი, რომ გავრცელდეს ორგანიზმში და ამ გავრცელებით დააზიანოს ორგანიზმი და გამოიწვიოს სიკვდილი, ხოლო კეთილთვისებიანებს ეს რესურსი არ გააჩნიათ და ისინი არასდროს არ გამოიწვევენ სიკვდილს. ორგანიზმში დაავადების გავრცელების რისკი მაშინ იმატებს, როცა ის ავთვისებიანია. თუმცა, აქაც არის ნიუანსები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. არსებობს ადგილობრივად თუნდაც ავთვისებიანი სიმსივნეები და ზოგი ავთვისებიანი პატარა ადგილობრივი სიმსივნე უფრო ადვილად მოსარჩენი დაავადება, ვიდრე მაგალითად შემია ან ინფარქტი. გარდა ამ ზომებისა და სტადიებისა, რაც იყო ძველად, ჩვენ ასევე ვარკვევთ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, აგრესიულია თუ არააგრესიული ესე თუ ის ავთვისებიანი სიმსივნე. არსებობს პატარა და აგრესიული სიმსივნე, რომელსაც ბევრი მკურნალობა ჭირდება, არსებობს დიდი და ნაკლებად აგრესიული და ადვილად მორჩენადი სიმსივნე. სწორი დიაგნოზისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ბიოპსიაა, რაც ექიმს სტადიის დადგენაში ეხმარება. ძველად, როცა მედიცინა არც თუ ისე კარგად იყო განვითარებული, დაავადების დიაგნოსტირება დაგვიანებით ხდებოდა. მას შემდეგ ჩატარებული მკურნალობა თუ ოპერაცია კი საბოლოოდ ლეტალური შედეგით სრულდებოდა, რის გამოც ონკოპაციენტებს ოპერაციის შიში დღემდე გამოჰყვა. ჩვენ ყავს წარმოიდგინეთ ესე რომ ავიღოთ 100 ადამიანიდან 80-90 ადამიანი ყავს, ვისაც ჩვენ უკეთებთ ოპერაციას და გადარჩება, მაგრამ ისინი არ ლაპარაკობენ იმაზე, არ არის საუბარი ჩვენ საზოგადოებაში და ის 10, რომელიც შეიძლება რომ გარდაიცვალოს ოპერაციიდან ახლო დროში, ამ მკურნალობით ახლო დროში, ისინი ჩანს. და ისინი ქმნიან ამ საზოგადოებრივ აზრს. ეს ასევე დაკავშირებულია იმ სტიგმატიზაციასთან, იმასთან, რომ ფარავთ დიაგნოზებს. ეხლა გასაგებია, რომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა მილაპარაკოს მის დიაგნოზზე, ნებისმიერ დიაგნოზზე, კიბოს ეხება თუ არა კიბოს, მაგრამ მაგალითად დღეს ის ხალხი, ვინც მორჩენილი არის 20 წლის წინ, ვინც ნამდვილად მორჩენილი, აი 100% ვიცით, რომ იმას აღარ დაემართება ის სიმსივნე, ხო? ისინი იზრდებოდა და იმკურნალობდნენ იმ პერიოდში, როდესაც ყველა მალავდა დიაგნოზს, როდესაც ეს იყო სრული სტიგმა. დღეს შედარებით უფროავლაპარაკდით ესე იგი და ჯერჯერობით არ გვყავს ისეთი ბევრი ხალხი, ვინც არის 30 წლის წინ გადარჩენილი და საუბრობს ამაზე აქტიურად. გარდა ოპერაციისა, პაციენტებს აშფოთებთ იმის გაგებაც, რომ მათ ქიმიოთერაპია სჭირდებათ. ქიმია როცა ჭირდება ადამიანს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მეოთხე სტადიაა და კვდება. დღევანდელ დღეს ჩვენ ძალიან ბევრ მეორე სტადიის სიმსივნეზეც ვიყენებთ ქიმიოთერაპიას და ძირითადად ეს ხდება მეორე სტადიიდან და ზემოთ. იმიტომ რომ თუნდაც მაგალითად თუ კი ჩვენ გვაქვს მეორე სტადიის, თქვა ყუჭის სიმსივნე, შეგვიძლია გავაკეთოთ ქიმიოთერაპია, ეს დავაპატარავოთ, მივიყვანოთ პირველ სტადიამდე და არ გავაკეთოთ დიდი ოპერაცია. თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტი ინარჩუნებს თმას, რაც სპეციალური ქუდის მეშვეობით ხდება. ეს არის თავის ქალას გაცივება, გაცივების ფონზე ვიწროვდება სიზარღვები და ნაკლები დამაზიანებელი ეფექტი არის უკვე ამ ფოლიკულებზე, ნაკლები წამალი მიდის, ასე ვთქვათ, მექანიკურად. შესაბამისად, ეს თმის ფოლიკულები გადარჩება და თმა არ ცვივდება პაციენტს. უდიდეს მიღწევა შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ სპეციალური სისტემის მეშვეობით პაციენტს შეუძლია ხანგრძლივი ქიმიოთერაპია, რომელსაც 2 ან 3 დღე სჭირდებოდა არა საავადმყოფოში, საწოლზე მიჯაჭვულმა, არამედ შინმყოფმა ჩაიტაროს. თანამედროვე მედიცინა, რომელიც დღითიდღე პროგრესირებს, გვარწმუნებს, რომ დროა ირაციონალური შიშები გადავლახოთ. ეს იქნება როგორც დაავადებასთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვების, ასევე ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ასე რომ კიბო ნამდვილად არ არის განაჩენი, მთავარი არის დროული სკრინინგი და რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დამკვიდროს ის კულტურა, რაც ევროპაშიც და ამერიკაშიც უკვე კარგ ახნის დამკვიდრებულია, აუცილებლად ყველა 6 თვეში ადამიანებმა არსებობს დღეს ამის ყველანაირი საშუალება, სამსახურეობრივი დაზღვევები, საყოველთაო დაზღვევა და ასე შემდეგ და ადამიანებმა აუცილებლად უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ, რომ ყველა 6 თვეში საავადმყოფოში მივიდეთ და ანალიზები და სხვადასხვა ტიპის შემოწმებები ჩავიტაროთ და ყველაფერი კარგად იქნება სწორედ ამ შემთხვევაში.
გაგრძელებთ ახლა გადაცემას ძალიან ესეთი მხიარული ნოტით და ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებისთვის. არა მარტო შენიც. შენიც კი ბატონო, ადამიანი უნდა შემოგვერთოს ახლა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება. ნამდვილად ჩვენი მომდევნო სტუმარი პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება მომღერალი, რომლის ხმა, სტილი და ემოცია მსმენელზე ყოველთვის განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. რამდენიმე დღის წინ თიკა ჯამბურია მსმენელს ახალი სიმღერა სახელწოდებით აურა წარუდგინა. უფრო სულად ამ და სხვა დეტალებზე თავად თიკა ისაუბრებს. თიკა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. როგორ ხართ? კარგად, მადლობა თქვენი დანახვა. და მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი. პირიქით დიდი მადლობა თქვენ. მოდი დავიწყოთ თავიდან, ვახსენეთ ახალი სიმღერა აურა. როგორი იყო თიკა თქვენი აურა, როცა ამ სიმღერაზე მუშაობდით და როგორ დაიბადა აურა? მოგვიყევით. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს სიმღერა ესე მოეწონა და შეუყვარდათ. იმიტომ რომ ეს არ იყო ესე დიდი ხნის დაგეგმილი სიმღერა. თედოს აქვს თავისი YouTube პოდკასტი, სადაც მიმიწვია და იმ წუთასვე, სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, თედო მითხრა, რომ მაქვს ძალიან კარგი მუსიკა და ხوار გავაკეთოთ რამე კარგი სიმღერა და აი ძალიან მალე დაახლოებით სადღაც საათნახევარი დაგჭირდა, რომ ეს სიმღერა ბოლომდე დაგვესრულებინა და გავაკეთეთ, ჩავწერეთ. და სანამ ეს პოდკასტი და ინტერვიუ გამოვიდოდა, თედომ უბრალოდ TikTok-ზე პატარა მონაკვეთი დადო. და რაღაცნაირად როგორც ამოვენ გავარდა ძალიან. და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ 2 დღეა თითქმის ყველა მთაგავს Instagram-ზე, ამ ვიდეოზე, ყველა მწერს, ძალიან ბევრი აზიარებს და ძალიან გამიხარდა, რომ ხალხს ესე მოეწონა. აი ძალიან რთულია. დღეს ძალიან რთულია, რომ რაღაც ისეთი შექმნა. დიახ, გისმენთ. ხო, რაღაცნაირად აი ტექსტში ჩავდეთ ძალიან მთელი გული. რა თქმა უნდა, თედოს ძალიან დიდი დამსახურება არის, იმიტომ რომ უნიჭერესი ბიჭია, რომელიც საოცარ ტექსტებს წერს და ზუსტად ისე გადმოსცემს სათქმელს, როგორც უნდა, ამას თალკე ნიჭიჭირდება. და ძალიან მიხარია, რომ ხალხმა ზუსტად ესე აიტაცეს ძალიან მარტივად და სწორედ ამის თქვა მინდოდა, რომ ძალიან რთულია დღეს რაღაც ისეთი შექმნა, მით უმეტეს მუსიკალურ მიმართულებით, რასაც ესე მთელი ერი აიტაცებს. ზუსტად 2 დღე გავიდა თუ არ ვწდები, რაც ეს სიმღერა გამოქვეყნდა და ჩემს სოციალურ ქსელშიც როცა შევდივარ, ყველგან ეს მელოდია ჟღერს. არის ძალიან მარტივი მუსიკალური ნაწარმი, ასე ვთქვათ, უბრალო ტექსტით, მაგრამ ძალიან ისეთი ალბათ ყველა ადამიანთან მარტივად გაიყვალა გზა და რაღაცა ყველას ემოციური რაღაც სათქმელი თქვა, ალბათ, ჩემი აზრით. როგორ ფიქრობთ, აი რა იყო იმის მიზეზი, რომ ესე აიტაცეს ადამიანებმა ეს სიმღერა? როგორი აურას უფევს ჩვენს ქვეყანაში? იცით როგორ არის, ანუ მთავარი მიზანი ამ ტექსტის არის ის, რომ ხალხს სწორად მიეღო შინაარსი. ანუ მართალია ზოგი წერს, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ ცხოვრებას, ანუ ტექსტში არის ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა. და ძალიან ბევრი წერს, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ ისე ცხოვრებას, როგორც დაიმსახურა, მაგრამ რეალურად ჩვენი სათქმელი იყო ის, რომ ადამიანები თუ კარგად იცხოვრებენ, თუ კეთილად იცხოვრებენ, თუ სწორ გზას გაყვებიან და რაც თავარია, წარსულს გაუშვებენ თავისი ცხოვრებიდან და მომავალზე იქნებიან ორიენტირებულები, ყველაფერი ექნება ძალიან კარგად. აბსოლუტურად გეთანხმებით. და ჩვენ ორივეს ესეთი გზა გვაქვს გამოვლილი, თედოსაც და მეც, რომ წარსულში რაღაც ბევრი ტკივილი გქონდა, ბევრი წყენა გქონდა და ეხლა დღეს ორივე ძალიან კარგად ვართ, ძალიან ბედნიერები ვართ და ეს იმის დამსახურება არის, რომ ჩვენ უბრალოდ განვითარდით, ვეცადეთ, რომ წინ წავსულიყავით და წარსულს არ ჩავებღაუჭეთ და არ ვართ ისევ იმ ტრაგედიებში და ტკივილებში. კი ბატონო, და ასეც არის ზოგადად ამ ტიპის გზა ანვითარებს ადამიანს, იმიტომ რომ მარტივი ცხოვრებით ცხოვრება ყველას შეუძლია. და ზუსტად ეს იყო ჩვენი სათქმელი და არა ის, რომ რაღაცა ვიღაცა თუ ცუდად ცხოვრობს, ეს იმან დაიმსახურა. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ამ სიმღერით, რომ ის რთული გზაც გზა არის. არ უნდა მოხდეს, კარგად უნდა იცხოვრო, უნდა იყოს კეთილი და ყველაფერი კარგად გექნება. კი ბატონო. საინტერესო არის თუ არა ახალი იდეები, რომელიც სიმღერა აურას შემდეგ გაჩნდა და უნდა ველოდოთ თუ არა თქვენგან. აუცილებლად ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთ სიმღერის გაკეთებას, იდეები არის უკვე და
უბრალოდ იმდენად გადატვირთული რეჟიმი მაქვს და ეხლაც დღეს პირველი დღე მაქვს დასვენების და თქვენ გამოდილით რომ ავდექით 20-ზე ვიყავ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია 7 საათიდან ღამის 2 საათამდე ვმუშაობ და უბრალოდ ძალიან გადატვირთული ვარ და რაღაც ბევრი რაღაცაებისთვის ვერ ვასწრებ. არ მაქვს დრო და ეს სიმღერაც აი ეს რაღაც ძალიან სპონტანურად რო ჩაიწერა, ალბათ თეთოს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ალბათ დიდი ხანი კიდე სიმღერას ვერ ჩავწერდი, ისეთი გადატვირთული რეჟიმი მაქვს ჩემი კაფის გამო. თიკა, თქვენი მთავარი საქმიანობა აღარ არის სიმღერა? ესე გამოვიდა, უბრალოდ ესე აეწყო, თორემ გეგმაში ესე არ მქონდა, რომ სიმღერა არ ყოფილიყო ჩემი ყოველთვის მთავარი. უბრალოდ რაღაცა სიტუაციიდან გამომდინარე გარემოებებიდან რომ ხო რაღაც კონცერტები აღარ არის, დიდად ვეღარ ვაქტიურობთ მუსიკოსები, ფაქტიურად ყველამ თითქმის მეორე პროფესია აირჩია, რომ რაღაცა თავი ირჩინოს და რაღაცა გადარჩეს, ხო ესე არის. ამიტომ მეც ესე გამოვიდა, რომ სამზარეულო გახდა ჩემი კიდევ ერთი მეორე პროფესია. კი, აი მანდ მივდიოდი ახლა ოცნების კაფე, თიკა სოციალურ ქსელში ვნახე ვიდეო, პირადად მე შემხვდა ოცნების კაფე, მართლაც რეალობა და აქციე. ხომ არ ფიქრობ კაფეში აი მუსიკის საღამოების მოწყობაზე, იქნებ შენი აურაც გაგვიზია, რომ არა მხოლოდ ეკრანიდან, არამედ რეალურ გარემოშიც. არ არის ეს ისეთი სტილის კაფე, სადაც ლაივ მუსიკა უნდა იყოს, ეს არის უფრო სწრაფად შეხვედი, გამოხვედი რაღაცა გემბელობები, ერთი მსგავსი სტილის კაფე. და ძალიან მთელი მართლა ჩემი მთელი სული და გული მაქვს ამ კაფეში ჩადებული და ძალიან მიყვარს იქაურობა. თითქმის მთელ ჩემ ენერგიას და დროს იქ ვატარებ. და ვხარჯავ და ძალიან მინდა რომ ყველამ შეიყვაროს, ჯერ რაღაც 2 თვე გავიდა რაც გავხსენით სულ და ყველას ძალიან შეუყვარდა ვინც დადის და ძალიან მიხარია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ აუცილებლად განვითარდება თქვენი კაფე თიკა, მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ რაღაცა ამ შემოქმედებით საქმიანობასაც აუცილებლად დაუბრუნდები. მე დარწმუნებული ვარ რომ ორივე ძალიან მარტივად გამოგივათ. სხვა შორს გუში მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით აი ეს სიმღერა რომ გავარდა და გაჟღერდა და რაღაც ყველა ამ სიმღერას უსმენ და რანაირად გავარდაო ესე უცეფო რა. აი თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ აი მან ჩემი პასუხი ეგ იყო რა, აი თვითონ თიკა ისეთი რომ ეს არის თქვენში ეს რაღაცა არ ვიცი ვარსკვლავური, არ ვიცი შემოქმედებითი შინაარსებია თქვენში ძალიან ბევრი, რაც ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა ეზიაროს ყველა ადამიანი და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ სცენას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერსაც ჩვეულებრივად შეათავსებთ. არასოდეს არ წავსულარ სცენიდან და რაღაცა წყიის დაბრუნდას რო ამბობენ, იმიტომ რომ დაუკვირდეთ არასდროს არ ყოფილა რომ ხო სიმღერა არ გამეკეთებინა, უბრალოდ რაღაცნაირად ეს სიმღერა უფრო გავარდა სხვა სიმღერებთან განსხვავებით. კი ბატონო. კი, მადლობა ძალიან დიდი რომ ვიყავით. დღევანდელი დილის ალღის სტუმარი, ჩვენ დაგემშვიდობებით და ახლა უკვე მუსიკალურ ვიდეო რგოლს ვუტოვებთ ჩვენს მაყურებელს. ნახვამდის, დიდი მადლობა თქვენ. ნახვამდის. ცხოვრობს როგორც დაიმსახურა აურა ძიმე აურა ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა თავზე წაყვახურავს თუნდაც სახლის ახურავს გაიღიმე სიცოცხლე რომ მომინდეს თავზე წაყვახურავს თუნდაც სახლის ახურავს გაიღიმე ცაზმზია მოვიდეს მეძინა სად ვარ გამაგებინა მოდივარ ფერადი სიზმრებიდან მგონია სიფხიზლე აგონია, რასაც ხედა ყველაფერი რომ გამონაგონია ბავშვობიდან ჩვენ გვაშინებდნენ გავცივდებით გარეთ არ გვიშვებდნენ და თან გვარიგებდნენ და თვალს გვარიდებდნენ გვაშიშლებდნენ და გვაწინებდნენ აურა, ძიმე აურა ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა აურა, ძიმე აურა ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა თავზე წაყვახურავს, თუნდაც სახლის ახურავს გაიღიმე სიცოცხლე რომ მომინდეს თავზე წაყვახურავს, თუნდაც სახლის ახურავს გაიღიმე ცაზმზია მოვიდეს სანამ ხალხი თავზე გადამივლიდა
დედა მივლიდა დედა მივლიდა სანამ თქვენზე ბრაზი გაგდა მივლიდა დრო გამევიდა ვაღიარებ ფულს და ემოციებს ვანიავებ ოთახს ვანიავებ ჩავ მაგრამ ვაგვიანებ თუ კი რამეს ვეხები მე ვაზიანებ ზოგადად სვოდან მიჭერ Wi-Fi ვაზიანებ გაზოთა შორისოთ კაიშას უშვებ კაიშორს კაიჰო ამით ვეღარ კაიფობ დამაბრუნეთ საიდანაც დაიწყო რა იყო უნდა გავიგო ცხოვრობს როგორც დაიმსახურა აურა ძიმე აურა ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა თავზე წახვახურავს თუნდაც სახლის ახურავს კაირმე სიცოცხლე რომ მომინდეს თავზე წახვახურავს თუნდაც სახლის ახურავს კაირმე ცაზმზე მოვიდეს აურა ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა. მე ასე ვფიქრობ, რომ ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა და თუ ეხლა ცუდი ეტაპია თქვენ ცხოვრებაში, ესეც გზა, დარწმუნებულები იყავით ამაში და აუცილებლად მოვა ნათელი და კარგი აურა. ასეთი ნათელი აურით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებლებს, იმიტომ რომ ჩვენი საეთერო დრო დასასრულს მივაყოთ. ნამდვილად ასეთი იყო 25 აპრილის დილის წალღა სტუდიაში მე დემეზოიძე და ანა შამილაძე მუშაობდით. მომდევნო კვირიდან სალომე სურმანიძის და მარია აჭარელის დუეტი შემოგერთდებათ. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.